მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთ ახალ ისტორიულ ეპიზოდს ვიწერთ. ეს არის საქართველოს და აბრეშუმის სავაჭრო გზები. შეგახსენებთ, რომ მწარე პოდკასტის მთავარი პარტნიორი არის TBC. დრო ადრე ჩვენ გქონდა ჩაწერილი ეპიზოდი ეკონომიკის ისტორიაზე, ზოგადად მოკლე ეპიზოდი და აი მაშინ ვახსენეთ იქ აბრეშუმის გზა, მერე ჩინეთის ეპიზოდებიც გქონდა და იქაც ვახსენეთ და იყო რამდენჯერმე ამ თემაზე საუბარი, თუმცა არა ასე ცალკე გამოყოფილ ეპიზოდად. ამიტომ ვფიქრობ, რომ მწარე პოდკასტს უნდა გქონდეს ნამდვილად ამ თემაზე ერთი ეპიზოდი მინიმუმ, სულ მინიმუმ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო საკითხი არის. და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ისტორიკოსი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ემილ ლავდალიანი, რომელმაც ახლახან პალგრეივის გამომცემლობაში ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი ზუსტად აი ამ თემაზე. კავკასია აბრეშუმის გზები და ევრაზიასთან კავშირი მე-15 საუკუნეებს მოიცავს 500-დან 1405 წლამდე ვაჭრობა, კულტურა და რა თქმა უნდა სამხედრო საქმეც ამ გზის ფონზე და გასწრები, მოკლედ ასე რომ ვთქვათ. მოგესალმები ემილ და მიხარია რომ მწარე პოდკასტში მესტუმრე. გამარჯობა ნიკა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე ვიტყოდი იმას, რომ ეს თემა, ზოგადად სავაჭრო გზების კვლევა, ეკონომიკის ისტორიის კვლევა, არც ისეთი პოპულარული თემა არის ქართულ ისტორიოგრაფიაში, ვინაიდან საკმაოდ ჭირს ხოლმე ამაზე ლიტერატურის მოძიება, სადაც ეს ცლად არის გამოკვლეული ეს საკითხები. კი, თავის დროზე ივან ჯავახიშვილიც იკვლევდა, შემდგომშიც არის ისტორიოგრაფიას რო გადავხედოთ, ხდება საინტერესო კვლევები, მაგრამ ამას უშლიდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხელს, ეს იყო იდეოლოგიური ამ შემთხვევაში, კერძოდ, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში იყო თავისებური მიდგომა, ხო, ამ საკითხისადმი, რაც თავის მას ყავს ამჩნევდა, რა თქმა უნდა, ეკონომიკის კვლევა ძიებას. შემდგომშიც რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნდა, მათ შორის მე შემხედრია ვახტანგ გუილაძის წიგნში და რამდენიმე სხვა ისტორიკოსის წიგნში, როცა საუბარი არის ხოლმე სავაჭრო გზებზე, გვიან ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებში და მაგრამ ძირითადად უფრო ესეთი ზოგადი სახის არის, ასევე ძალიან საინტერესო არის აპოლონ თაბუაშვილის ფეოდალური ხანის საქართველოს ეკონომიკაზე ნაშრომი და აი განსაკუთრებით ჩემთვის მაგალითად აი ეს აბრეშუმის გზა განსაკუთრებულად საინტერესოა, ვინაიდან ეს ჯერ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან მთელი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან ხო გამტარს და მეორეც ბევრი მითებიც არის გავრცელებული ასევე აბრეშუმის გზაზე და საქართველოზე, აი მაგალითად განსაკუთრებით ანტიკურ ხანაზე, შუა საუკუნეებში ხშირად არის ხომ საუბარი, რომ აი აბრეშუმის გზა უშუალოდ თავარი მაგისტრალი გადიოდა საქართველოზე და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, რა კავშირი ჰქონდა საქართველოს ან რა მოგებას ნახულობდა ამით, რას მიიღებდა და ასე შემდეგ, აი ამაზე კარგი იქნება თუ დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ. მოდის უპირველად აი ესეთ რამეს კითხავ და მეც რა თქმა უნდა ჩავერთები საუბარში. როდის გაჩნდა თვითონ ტერმინი აბრეშუმის გზა და რა მხელა ისტორია აქვს? საიდან იწყება ეს ყველაფერი? ხო, მადლობა კითხვისთვის. ესე იგი ტერმინი თვითონ აი აბრეშუმის სავაჭრო გზა 18 საუკუნის ბოლოში ჩნდება და ბევრისთვის დღეს მაინც ჯერ კიდევ არაკომფორტული ტერმინი არის, რადგან რატომაც გონიათ, რომ აბრეშუმის სავაჭრო გზაში მოიაზრება ვაჭრობა მხოლოდ აბრეშუმით. არა, ეს ასე არ არის, არამედ ამ აბრეშუმის სავაჭრო გზებში იგულისხმება ვაჭრობა აბსოლუტურად ყველა ელემენტით, ყველა ესეთი სახეობით, რომელიც იყო მნიშვნელოვანი, იქნება ეს ძველ დროს, შუა საუკუნეებში, ან თუნდაც თანამედროვე დროს, რასაც თანამედროვე აბრეშუმის სავაჭრო გზებით შეგვიძლია დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი და გაზი გადის პირობითად კასპიიდან შავ ზღვამდე, ხო? მაგრამ აი სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოდან მოდის ეს ტერმინი და ჩვენ როგორც აი ამ ესე ვთქვათ მიმართულების ისტორიკოსები ვიყოფით ასე ვთქვათ რა ორ დიდ ბანაკად შეიძლება ითქვას, ბევრი მიიჩნევს რომ უნდა დავარქვათ აბრეშუმის სავაჭრო გზები, ბევრი მიიჩნევს რომ არა, ეს უბრალოდ სავაჭრო გზებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ ჩვენ არ საუბრობთ ერთ რომელიმე სავაჭრო გზაზე, ჩვენ საუბრობთ მთელ ქსელზე სავაჭრო გზებისა, რომელიც ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ევროპამდე, ასე ვთქვათ, გადიოდა, იქნება ეს ხმელეთი თუ ზღვით და პრინციპში მთელი ისტორია ამ სავაჭრო გზების და იმ შენი კითხვის ერთ-ერთი ნაწილი იყო ის თუ როდიდან იწყება ეს
პრინციპში იწყება იმ დროიდან, რომელი დროიდანაც ჩვენ გვაქვს წერილობითი წყაროები, სადაც მართლაც კარგად ჩანს, რომ აი მესოპოტამია როგორ არის ცენტრი აი იმ რეგიონალური და პრინციპში ტრანსკონტინენტური ვაჭრობისა ძალიან ძველი პერიოდიდან, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, თუმცა უფრო ასეთი თანამედროვე გათვლებით შეიძლება ჩაითვალოს აი ძველი წელთა აღრიცხვის პირველი რამდენიმე საუკუნე, როდესაც უკვე გამოაშკარავდება ნამდვილად აი ეს დიდი სავაჭრო გზა, რომელზედაც მე ვისაუბრე, ეს არის ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე, ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე ეს სავაჭრო გზები, ხმელეთი თუ ზღვით. პრინციპში ალექსანდრე მაკედონელამდეც ეს ჩანს, აქემენიანთა იმპერიის დროს კარგად ჩანს და აი ამ პერიოდიდან შეიძლება ჩაითვალოს რეალურად ოფიციალურ საწყისად თუ შეიძლება ასე ითქვას. ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს უკავშირდება აბრეშუმს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე ძვირფასი თავის დროზე რაც აღმოსავლეთიდან მოდიოდა ხოლმე, ხო, ერთ-ერთი პოპულარული იყო აბრეშუმი, ჩინეთის რაღაცა სავაჭრო ის იყო, ხო, მარკა თავარი და ძირითადად ხა აბრეშუმი რა თქმა უნდა მე კი ისწავლე სხვაგანაც დამზადება, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე მარტო ჩინელებისთვის იყო ცნობილი მისი დამზადება და შესაბამისად ალბათ ამანაც გარკვეულწილად გამოიწვია, ხო, ამ გზის სახელწოდება, ვინაიდან იქიდან მოდიოდა საუკუნეების მანძილზე და რა თქმა უნდა მე ხა იუსტინიანეს დროს როგორც მახსოვს ბიზანტიაშიც დაიწყეს გაკეთება, ხო, აბრეშუმისა, თუმცა ის ხარისხით და ისეთი ცნობილი არ იყო როგორც ჩინური შემთხვევაში ასე რომ მაინც ძნელი იყო ალბათ მისი სრულად ჩანაცვლება. თანაც აი საინტერესო რა არის, იცი ეს ხო მაინც დაკავშირებული არის აბრეშუმის გზა ძირითადად ჩინეთთან, მაინც ჩინეთთან მივყავართ და ჩინეთი საერთოდ საკმაოდ ჩაკეტილი ცივილიზაცია იყო, ხო, თვითმყოფადი იყო, იზოლაციონისტი და ხშირად არც ვაჭრობდა ხოლმე გარე სახელმწიფოებთან, ან ვაჭრობდა მარტო ძალიან შეზღუდული რაღაც ალკეული რესურსებით და ძირითადად თავის გამოგონებებსაც საიდუმლოდ ინახავდა ხოლმე. აი როგორ ხდებოდა ჩინეთთან დაკავშირება ამ აბრეშუმის სავაჭრო გზით ისე, რომ აი ჩინეთში არსებული აი ეს რესურსები გამოედინებოდა იქიდან და აღწევდა ევროპამდე, როგორც ფუფუნების საგნები, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ჩინელები საკმაოდ უშლიდნენ ხელს თავის დროზე თავიანთი რაღაცა მასალების რესურსების გატანას ქვეყნიდან. ხო, მართალია ჩინეთი ალბათ რთულია ასეთი ტერმინის გამოყენება იყო ავტარკიული, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი იყო თვითყოფადი, ჩინეთს დიდად არ სჭირდებოდა გარე სამყაროსთან ვაჭრობა, იმიტომ რომ ეს იყო დიდი გეოგრაფია, ეს იყო დიდი მოსახლეობა, ეს იყო ძალიან კარგი გეოგრაფიული პირობების მქონე ტერიტორია, დაახლოებით საუბრობთ ჩვენ აი იმ ორი დიდი მდინარის გასწვრივ არსებულ ტერიტორიას, ხო, იანძი და ხუანხეს მდინარეებს გასწვრივ სივრცეს, რომელიც პრინციპში თანამედროვე ესეთ მასშტაბებს რო გადავხედოთ, თანამედროვე ევროპის ნახევარზე მეც მოიცავს, აი თუ ეს პარალელი გავავლეთ გეოგრაფიული, ანუ უზარმაზარ ტერიტორიებზე არის აქ საუბარი და ჩინეთს დიდად არ სჭირდებოდა გარე სამყაროსთან ვაჭრობა, მით უმეტეს იმ სამყაროსთან, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ცენტრალური აზიის იქეთ. ანუ მე გულისხმობ თანამედროვე ირანის ტერიტორია, ხმელთაშუა ზღვის პირეთი და ასე შემდეგ. ეს არნიშნავს იმას, რომ კავშირები არ იყო, კავშირები არსებობდა, ჩინელი ელჩებიც გადიოდნენ უკვე ძველი წელთა აღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეებშიც იყო შემთხვევები, მერე უკვე ახალი წელთა აღრიცხვის პირველ საუკუნეებშიც იყო დადასტურებული ესე ვთქვათ ფაქტები ჩინელი ელჩებისა, მაგრამ ჩინელი ელჩები მაინც ძირითადად უფრო ცენტრალური აზიისკენ გადიოდნენ და მერე იყო შემთხვევა პართიის იმპერიაშიც შევიდნენ და პართელებმა არ შეუშვეს რომამდე, რადგან იქ არ გინდაო ძალიან შორიაო და არაფერს ნახავო. მაგრამ ამის უკან იმალებოდა ის, რომ თუ ვაჭრობ, მოდი ჩემთან ივაჭრო, არ გინდა რომამდე მისვლა, ხო? ამაზეც მერე ვისაუბრებთ, აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი ირანს და ზოგადად აი პართელებს, სასანიანებს, შემდეგ უკვე შახ აბასის მართლობაში ირანს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ შენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, გატანა ამ ტექნოლოგიების მაინც მოხდა უფრო ახალი წელთაღრიცხვის დროს, როდესაც
ну მაგალითად პროკოპისთან წერია რომ როგორც შენ პრინციპში სწორად ახსენე იუსტინიანეს დროს მოხდა ჩუმად აი ამ ტექნოლოგიების გატანა ბერების მიერ სადღაც ჩინეთიდან ცენტრალური აზიის ტერიტორიიდან უკვე ბიზანტიის იმპერიაში მაგრამ ხარისხი რა თქმა უნდა განსხვავდებოდა თუმცა დროთა განმავლობაში უკვე შუა საუკუნეებში ჩვენ ხედავთ რომ პრინციპში აბრეშუმის წარმოება რასაც ჩვენ შეგვიძლია დავარქოთ ეს თქვათ დასავლეთ აზია ხო აი ამ სივრცეში საკმაოდ გავრცელებული იყო და საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა ну მათ შორის სამხრეთ კავკასიაში კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზეც უშუალოდ რა და როგორ მოხდა პერიპეტიები როგორ მოხდა ამ ტექნოლოგიების გატანა ჩვენ ახლა წყაროები ამის დეტალებს არ გვიმხელენ მაგრამ ძალიან საინტერესო ის არის რომ უფრო დასავლეთი ინტერესდებოდა ჩინეთით ვიდრე პირიქით რადგან მაინც ჩინეთი იყო ის დიდი ანუ ის დიდი ეკონომიკური სივრცე რომელიც მეტნაკლებად იყო თვითყოფადი და მას პრინციპში მისთვის აი ეს დასავლეთით არსებული ტერიტორიები შეიძლება ითქვას ცენტრალური აზიის გამოკლებით არ იყო საინტერესო და ეს ჩანს ბევრი ასე ვთქვათ მომდევნო ბევრი საუკუნის თუ არა შეიძლება პრინციპში ითქვას 1000 წლების განმავლობაშიც რაც რა თქმა უნდა იცვლება მხოლოდ აი 21 საუკუნეში როდესაც ჩინეთი პირიქით აქეთ უკვე არის ძალიან დაინტერესებული იმით თუ რა ხდება მის დასავლეთით და აი ამ ასე ვთქვათ სატყვესა და ერთი გზის ინიციატივით გადის ევროპისკენ ეს რკინიგზების გზების და პორტების აშენებით შენ ალბათ გეცოდინება ძალიან ცნობილი წიგნი რომელიც გამოვიდა ყველაზე ბოლო გამოცემა რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება აბრეშუმის გზის ისტორიაში პიტერ ფრანკოპანის წიგნი აბრეშუმის გზები მსოფლიოს ახალი ისტორია ალბათ გამოყენებულიც გაქვს შენს ნაშრომში აი რას ფიქრობ ამ წიგნზე რამდენად რევოლუციური არის ეს წიგნი ან რა შეცვალა მან ინტერპრეტაციების თვალსაჩინით აბრეშუმის სავაჭრო გზებზე ხო, ანუ ეს წიგნი კარგი წიგნია იმ გაგებით რომ მანამდე რაც დაწერილა აბრეშუმის სავაჭრო გზებზე იყო იმდენად წვრილი ისტორიები ამა თუ იმ პერიოდის, ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის, რომ საერთო სურათი არ იყო შექმნილი აი ამ სავაჭრო გზების უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე. და ამ კუთხით მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი არის, იმიტომ რომ შენ გაძლევს აი პერსპექტივის დანახვის საშუალებას უძველესი პერიოდიდან პრინციპში თანამედროვე ეპოქამდე 20-21 საუკუნემდე მოდის თუ არ ვწდები ყოველ შემთხვევაში მე-20 საუკუნეს ეხება. შეიძლება მეშლებოდეს უკვე ბოლოში აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ აი ეს მთელი პერიოდი არის მიმოხილული და რაშიც არის კარგად დანახული, ანუ ისტორიული ფაქტებიც და ისტორიული ეს თქო მიმდინარეობებიც, რაც მკითხველს აძლევს საშუალებას მარტივად რომ გაერკვიოს თუ რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და როგორ ვითარდება ეს სავაჭრო გზები. მაგრამ ნუ მთავარი იდეა ალბათ ის არის რომ აი ამ დიდი ომების უკან, აი დიდი წინააღმდეგობის უკან, რაც აი დიდ ქვეყნებს შორის არის, ხო, ისტორიულად უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე, ეს არის ბრძოლა რესურსებისთვის, ბრძოლა სავაჭრო გზების გაკონტროლებისთვის. და პრინციპში თანამედროვე დროსაც რასაც ხედავთ, ეს არის იქნება ეს ბრძოლა, ასე ვთქვათ, რესურსებისთვის, რომ შევქნათ თანამედროვე ტელეფონები, აიფონები პირობითად, თუ ძველ დროს სიტყვაზე დავიკავოთ ესა თუ ის გზა, სადაც იქნება და გადის აბრეშუმი თუ რომელიმე სხვა ნაწარმი, რომლითაც მე ჩემს ინდუსტრიას, ასე ვთქვათ, ავამუშავებ ჩემს იმპერიაში. ანუ ბრძოლა იმპერიებს შორის, ეს ომები და ასე შემდეგ ხშირად პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან მარტივად იხსნება, როგორც თავდასხმები და ლაშქრობები და პირადი მმართველების პირადი ამბიციები. ხშირად გეოგრაფიული პარამეტრებითაც იხსნება, ეს უკვე ცოტათი ეს თქო გართულებაა, ხო, რთული კომპონენტების ჩასმა უკვე აი ამ ისტორიულ ეს თქო მიმდინარეობებში, მაგრამ
ამის უკან რა თქმა უნდა იმალება ბრძოლა სავაჭრო გზებისთვის და აი ამ კუთხით პიტერ ფრანკოპანის წიგნი პრინციპში ძალიან კარგია. აბრეშუმის გზა არის იმ დროისთვის პრინციპში როცა ანტიკურ ხანაში თუნდაც შუა საუკუნეებში ადამიანები ძალიან იშვიათად გადაადგილდებოდნენ ამ ხელა მანძილებზე, ხო? უზარმაზარ სივრცეს განსაზღვრავს ეს შორეული აღმოსავლეთიდან ევროპამდე. შესაბამისად აი ამ გზაზე ვინ დაიწყო პირველად გადაადგილება, ვინ წავიდა, ვინც მოქონდა ეს რესურსები, ან რა სამყაროს გავლა უხდებოდა ასეთ ადამიანებს გზად, ანუ ვინ იყვნენ პირველი ვაჭრები, ვინც აი აბრეშუმის გზაზე დაიწყეს მოძრაობა და იქიდან რესურსების ჩამოტანა. ხო, აქ ახლა ორი მოსაზრება არსებობს. პირველი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე შესანიშნავი, ასე ვთქვათ, ისტორიული ნარატივი ამა თუ იმ მოგზაურის მიერ მოცემული, შექმნილი, სადაც ჩანს, რომ პირობითად იბნ ბატუტა თუ მარკო პოლო ან თუნდაც სიტყვაზე ევლია ჩელები და სხვები მოგზაურობენ ძალიან დიდ მანძილებზე. და თითქოს შეშთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს იყო ძალიან მიღებული პრაქტიკა, რომ ერთ რომელიმე მოგზაურს ან ვაჭარს ემოგზაურა ათასობით კილომეტრზე, ну აქ ამ შემთხვევაში 10,000 კილომეტრზე საუბარი, ხო? მაგრამ უფრო ესეთი ნიუანსური წაკითხვა აი მწყაროების, რაც ჩვენ გვაქვს, აი მიმოფანტული ეს თქო ინფორმაციის, ხო, აი სხვადასხვა წყაროში გვიჩვენებს საპირისპირო რამეს, რომ რეალურად უფრო ხშირი იყო შედარებით მოკლე დისტანციებზე გადაადგილება ვაჭრების მიერ და ამ პროდუქციის ხშირად გადაცემა ხელიდან ხელში, რომ მერე აი მეორე ჯგუფს გაეგზელებინა სიტყვაზე სვლა, არ ვიცი, თავრიზიდან ტრაპიზონამდე პირობითად. ან მაგალითად თბილისიდან თავრიზამდე და თავრიზიდან ისფაჰანამდე მაგალითად და ასე შემდეგ. იშვიათი იყო მაინც მარკო პოლოს გზავრობის მაგვარი, ეს თქო მარშრუტების გამეორება. იქნებოდა რა თქმა უნდა, როგორ არა, ისეთები, ვინც უბრალოდ არაფერი დაგვიტოვა წერილობით გულისხმობ, მაგრამ როგორც თქვი, უფრო გამონაკლისს წარმოადგენდა ვიდრე პრაქტიკას. ხო, ნამდვილად აი იბნ ბატუტა ახსენე შენ და აი მაგიტო არის რომ ეს გამონაკლისები ვინც იყვნენ, ისინი ვიცით კიდეს ფაქტობრივად, ხო? იმდენად იშვიათი იყო ასეთი ადამიანები თავის დროზე. მაგრამ აი დავიწყოთ ცოტა ადრიდან, ანტიკური ხანიდან. აი ანტიკურ ხანაში როდის ჩდება პირველად აი ასეთი დიდი სავაჭრო სისტემის შესახებ ცნობები და რომელი სახელმწიფოებზე გაივლიდა ის და რა რესურსებით ხდებოდა ვაჭრობა ძირითადად? ცერა არის ანუ ძალიან კარგი რაოდენობა, ასე ვთქვათ, ცნობების. რა თქმა უნდა, უკვე ჩანს ბერძნული პერიოდიდან, ანუ ასე ვთქვათ, მანამდე სანამ ბერძნები გაანადგურებდნენ, ბერძნები მაკედონელები გაანადგურებდნენ აქემენიანთა იმპერიას, უკვე მაშინ ჩანს თუ როგორ იბრძვის ეს ორი სისტემა ეკონომიკური დომინირებისთვის, ასე ვთქვათ, ხმელთაშუა ზღვაში. და აი აქ ძალიან საინტერესო რამის თქმა შეიძლება, რომ მაგალითად ალექსანდრე მაკედონელის მამა ფილიპე მეორე ფიქრობდა ესეთ რამეზე, მასაც სურდა, ყველა ჩვენთვის კარგად ცნობილია, მასაც სურდა აქემენიანთა იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრება, მაგრამ მისი ამბიციები ბევრად ზომიერი იყო ვიდრე მისი შვილის. მისი ამბიცია იყო ხმელთაშუა ზღვის მოწყვეტა აქემენიანთა იმპერიიდან, ასე ვთქვათ, იმპერიისგან და ამით რაღაცა ბერძნული, ასე ვთქვათ, იმპერიის ჩამოყალიბება აი ამ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, რაც მას საშუალებას მისცემდა საკვანძო სავაჭრო გზებზე გაბატონების საშუალებას, ხო? და მაშინ სავაჭრო გზები რა იყო, რომ ძირითადად ანუ სპარსეთის ყურიდან გადიოდა ხმელთაშუა ზღვამდე, წითელი ზღვით გადიოდა, მაშინ არ იყო სუეცის არხი გასაგებია, მაგრამ წითელი ზღვის ბოლომდე და მერე უკვე
ხმელეთით პატარა ტერიტორიის გავლით მიდიოდა ასევე ხმელთაშუა ზღვამდე ან სირიამდე და აი ამ ტერიტორიის დაკავებით, ანუ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის პირეთის დაკავებით, ბერძნებს სურდათ პრინციპში წამყვანი როლის დაკავება აი იმ დროინდელ სამყაროში და თუ შენ შეადარებ ამას, აი ამ ხედვას, იმასთან თუ რა ხედვა ქონდათ მერე რომაელებს, შემდეგ უკვე ბიზანტიელებს, მერე უკვე ოსმალებს, ნათელია რომ გეოგრაფია როგორ უწყობს ხელს და როგორ განსაზღვრავს აი ამ გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ ამბიციებს, ხო? მაგრამ ნუ ალექსანდრე მაკედონელმა სხვაგვარი გზა ირჩია, მან პირიქით აირჩია ის, რომ საერთოდ მე მთელ იმპერიას გავანადგურებ, მან იყო გასაგებია პირადი ამბიციები და ასე შემდეგ, მაგრამ მის ხედვაშიც ჩანდა ის თუ როგორ ცდილობდა ის სიტყვაზე აი მთელ ახლო აღმოსავლეთზე არსებული სავაჭრო გზების გაკონტროლებას, ხო, მაგალითად ინდოეთიდან სპარსეთის ყურემდე საზღვაო გზის გაკონტროლება და გაკაფვა, ასე თქვა და ასე შემდეგ. ანუ აი იმ პერიოდიდან უკვე კარგად ჩანს თუ როგორი სავაჭრო, ანუ სახმელეთო საზღვაო სავაჭრო გზების დინამიკა გვაქვს, მაგრამ ბევრად უკეთეს პერიოდია, რა თქმა უნდა, რომაული პერიოდი, როდესაც უკვე ჩვენ გვაქვს ბევრი საუკუნის განმავლობაში რომი, ბიზანტია და აღმოსავლეთით ეს არის პართია და მერე უკვე სასანური ირანი. და როგორც ცდილობს ეს ორი იმპერია, ეს ორი სისტემა, ანუ ესე ვთქვათ, მედიტერანული და შეიძლება ვთქვათ, აზიური, როგორ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ორივეს აქვს მინუსი, ორივეს აქვს უპირატესობა და აი აქ არის ძალიან საინტერესო უკვე აი როგორ კარგად ჩანს აი ეს სავაჭრო გზების სისტემა. ნუ პირველი არის რომის იმპერია, რომელიც ცდილობს ინდოეთამდე გასვლას, არის მინიმალური ცნობები, რომ თითქოს ჩინეთამდე, ცენტრალურ აზიამდე და ჩინეთამდე აპირებს გასვლას, მაგრამ მაინც ბიზანტიელებამდე ეს ნაკლებად ჩანს. და რა არის ამისთვის გასაკეთებელი? ერთია, რომ შენ წითელი ზღვით გადიხარ ინდოეთამდე და ჩვენ ამის უამრავი ცნობა გვაქვს, პატარა ეს თქვა მიმოფანტული სხვადასხვა წყაროში და პრინციპში ცალკეული წყაროებიც, ხო, პერიპლოსი მაგალითად ერიტრეის ზღვის, ხო? ერთ-ერთი წყაროა, სადაც პირდაპირ არის ახსნილი ის გზა თუ როგორ უნდა მიხვიდე ინდოეთამდე წითელი ზღვით. მეორე მიმართულება არის, რა თქმა უნდა, სირიით და თანამედროვე მცირე აზიით, ასე ვთქვათ, ერაყის გავლით უკვე სპარსეთის ყურამდე მისასვლელად და აი აქ უკვე ტრაიანე რასაც აკეთებდა, რომ უნდა პრინციპში სპარსეთის ყურემდე მისვლა და მივიდა კიდევაც, ეს არ იყო შემთხვევით, ეს იყო ლტოლვა, რომ შენ სავაჭრო გზა დაგეკავებინა, ანუ სპარსეთის ყურიდან სირიამდე ხმელთაშუა ზღვამდე. სხვათა შორის თანამედროვე დროსაც აი ეს სავაჭრო გზა ისევ აქტუალურია, მაგალითად თურქეთი, ერაყი და სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობენ აი ამ სავაჭრო გზის აღდგენას და რასაც განვითარების გზა ჰქვია, სულ რაღაცა აი წინა წელს ასე ვთქვათ, გამოთქვეს სურვილი თურქებმა, ერაყელებმა და სხვებმა, რომ ეს ვთქვათ გააძლიერონ ეს ვთქვათ მუშაობა ამ პროექტზე. და მეორე იმპერია, რო დაუბრუნდეთ ეს ვთქვათ ძველ პერიოდში, მეორე მიმართულება, ანუ ეს აზიური სისტემა, ეს არის პართია და მერე სასანური ირანი. ეს იმპერია ცდილობდა რომისთვის, ბიზანტიისთვის ხელის შეშლას. გეოგრაფიულად მას ჰქონდა ამის საშუალება, პირველ რიგში იმით, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან სახმელეთო გზები რომამდე, ბიზანტიამდე გადიოდა ირანზე. და ამიტომაც ხშირი იყო გზის ხელოვნურად გადაკეტვა, გადასახადების ხელოვნურად მომატება, გადასასვლელი პუნქტების შეზღუდვა, პროკოპისთან არის ეს კარგად დაწერილი, ამიანი მარცელინესთან კარგად არის ეს რამდენიმე ადგილას ნახსენები და აი ეს ყველაფერი პრინციპში შენ გაძლევდა აი როგორ სურათს, იცი რომ ორივე იმპერია, ანუ ესენი ემტერებიან ერთმანეთს, მაგრამ ორივე არის დამოკიდებული ერთმანეთზე. და ეს კარგად არის აი ეს პარალელის გავლება შეიძლება მერე უკვე მომდევნო პერიოდში შახ აბასის ირანთან და ოსმალეთის იმპერიასთან.
მას დიდად არ აწყობს ის რომ ის არის დამოკიდებული ოსმალეთის იმპერიაზე. ოსმალეთის იმპერია ამას იყენებს, მაგრამ ამავდროულად ოსმალეთის იმპერიასაც სჭირდება სპარსული აბრეშუმი, იმიტომ რომ იქიდან დიდი შემოსავალი მოდის და თან ხარისხიანია და ამიტომაც ომობენ ხშირად იკეტება გზები, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში თანხმდებიან იმაზე, რომ ჯობია მაინც შენზე გავიდეს და რაღაცნაირად ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. აი დაახლოებით იგივე იყო აი ამ ანტიკურ პერიოდში, ან რასაც დასავლეთში ეძახიან გვიან ანტიკურ პერიოდს. კი ბატონო, აი უფრო შემდგომ პერიოდში შუა საუკუნეებში თუ რა შეიცვალა ამ თვალსაჩინოდ? იმიტომ რომ საერთოდ როგორც ვიცი, აბრეშუმის გზა ხო არ არის ერთი სავაჭრო რაღაცა მაგისტრალი, რომელიც ერთი და იგივე ადგილზე გადიოდა, ხო? მუდმივად იცვლებოდა და უამრავი სხვადასხვა ეს ქონდა, ხო? ქსელი. და ესეც გადაადგილდებოდა იმის მიხედვით, საითაც გეოგრაფიაც შეუწყობდა ხელს, კლიმატიც, პოლიტიკური მდგომარეობაც და, რა ვიცი, სადაც ფული ტრიალებდა, ასე ვთქვათ, რა. მოგეთ ან მუდმივად იცვლებოდა ესეც და აი ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ აბრეშუმის გზა ანტიკურ ხანაში, ამ შემთხვევაში სანამ შუა საუკუნეებს გადავალთ, გადიოდა საქართველოზე და აი პომპეუსი ამიტომ ჩამოვიდა თითქოს და ასე შემდეგ, ანუ მთელი რიგი ამბები არსებობს ამასთან დაკავშირებით. აი რა შეიძლება ითქვას აი ამ პერიოდზე, რომ ძველთაგანაც პირველ საუკუნეში სად შეიძლება ყოფილიყო ძირითადი ესეთი სავაჭრო გზა გამავალი და რა შეიძლება კავშირი ქონოდა პოტენციურად მას თუნდაც იბერიის სამეფოსთან. ხო, ეს ისეთი აქტუალური კითხვაა ზოგადად ამ საქართველოზე, კავკასიაზე, სამხრეთ კავკასიაზე, საქართველოზე გადიოდა თუ არა ეს მსხვილი სავაჭრო გზები. მაინც ჩემი პოზიცია უფრო ნეგატიურია, უფრო არა, ანუ ჩვენ არ გვაქვს ესეთი მაგალითები კონკრეტული, ისტორიული, სადაც ითქმის, რომ ჩვენზე გადის მსხვილი სავაჭრო გზა. მიზეზი ამისი იქნება ის ძველ პერიოდში, შუა საუკუნეებში თუ თუნდაც არ ვიცი, შეიძლება ითქვას მე-17-მე-18 საუკუნეებშიც, ხო, თუნდაც ჩვენზე მაინც აი ეს მსხვილი სავაჭრო გზები არ გადიოდა, რადგან არ იყო და ჩვენში ანუ გულისხმობენ საქართველოს, იმიტომ რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ქვეყნის არ იყო ისეთი, როგორიც მაგალითად იყო მესოპოტამიაში, სირიაში, ან თუნდაც მცირე აზიაში, ხო? პირველ რიგში ის რომ შენ თებით ხარ გარშემორტყმული და ორი ზღვით, აი ეს უკვე ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს, დიდ დაბკოლებას ქმნის, ასე ვთქვათ, უქმნის ვაჭრებს, რომ მათ ძალიან მარტივად მოახერხონ სიტყვაზე ერთი ეკონომიკური სისტემიდან მეორე ეკონომიკურ სისტემაში გავიდნენ და შენ რაღაცა ტრანზიტული როლი შეასრულო, ხო, ამაში. ამიტომაც იქნება ეს პომპეუსის დროს თუ სიტყვაზე მოგვიანო პერიოდში, ამავე რომაულ პერიოდში, მაგრამ სიტყვაზე უკვე ახალ წელთაღრიცხვაში, ხო? ჩვენ კონკრეტული ესეთი მონაცემები მაინც არა გვაქვს, რომელიც დაგვისაბუთებს და დაგვიდასტურებს აი ამ მოსაზრებას, რომ აი ჩვენზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადიოდა მსხვილი სავაჭრო გზა. არის რამდენიმე მონაცემი, რომ თითქოს და ცენტრალური აზიიდან კასპიის გავლით, შემდეგ უკვე მტკვრით, რიონით, შავ ზღვაზე გადის სავაჭრო გზა და რომაელებიც თითქოს ცდილობდნენ აი ამ გზის ასე ვთქვათ გაკაფვას ან შესწავლას, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ასეთი სავაჭრო გზები თანამედროვე დროსაც კი იშვიათად მუშაობს და რა თქმა უნდა ძველ დროს უფრო გართულდებოდა ამის ასე ვთქვათ სისტემაში მოყვანა. თუმცა ის რომ რომაელები ალბათ იყვნენ დაინტერესებულები ალტერნატიული სავაჭრო გზებით, რომ ეს სავაჭრო გზები არ გასულიყო პართიაზე, ეს სავსებით ლოგიკური და მოსალოდნელიც იყო და არ არის გასაკვირი, რომ არ არის ასე ვთქვათ გამორიცხული, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დაინტერესებულები აი ამ შესაძლებლობით, ხო? იმიტომ რომ მათ, როგორც ვისაუბრეთ, აი წინა კითხვაზე პასუხისას, რომ რომაელებს, ბიზანტიელებს არ სურდათ თავის აღმოსავლურ მეზობელზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები. და აი ამ კუთხით მართლაც შესაძლოა, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ ის რომ ნამდვილად იმ დროს გადიოდა მსხვილი სავაჭრო გზა, რომელიც ჩაანაცვლებდა აი იმ ცენტრალურ სავაჭრო გზებს, რომელიც გადიოდა ირანზე და მესოპოტამიაზე და მცირე აზიაზე,
ჩვენ არ მოგვეპოვება ესეთი ნაღდი კონკრეტული მონაცემები გულისხმობ ამ წერილობით წყაროებში. კი ბატონო, შენ წიგში გამახვილებული გაქვს ყურადღება მე-6 საუკუნის ამბებზე, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დაპირისპირებაზე ბიზანტიას სასანურ ირანს შორის და იქ მომთაბარეების ფაქტორზეც. აი რა კავშირშია ეს უშუალოდ აბრეშუმის გზასთან და რას შეიძლება გვეუბნებოდეს აი მათი ბრძოლა მთელი მე-6 საუკუნის მანძილზე აი ამ ტერიტორიისათვის? ხო, იცი რა არის ეს მე-6 საუკუნე ძალიან საინტერესო პერიოდია. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც რომაელები და ბიზანტიელები და სასანიანები განაახლებენ თავის ომებს ერთმანეთთან. მე-5 საუკუნე შედარებით მშვიდი იყო. პრინციპში ბევრად მშვიდი ვიდრე მანამდე არსებული პერიოდი. ესე იგი მე უბრალოდ მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს, ანუ მე-5 საუკუნეში მომთაბარეები ჩრდილოეთიდან უტევენ ამ ორ იმპერიას, მე გულისხმობ პირველ რიგში ხუნებს და ხუნების მიერ დევნილი სხვა ხალხის შემოტევების ქვეშ არსებული ეს ორი იმპერია დიდ წნეხს განიცდიდა და ამიტომაც ორივეს ასე ვთქვათ modus vivendi ქონდა, ასე ვთქვათ, მიღწეული ერთმანეთთან, რომ მოდი ჩვენ ერთიანად დავიცვათ ეს ჩრდილოეთ საზღვარი, ხო? და ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი თანამშრომლობა იყო რომაელებსა და ბიზანტიელებსა და ასე ვთქვათ სასანიანებს შორის კავკასიის საზღვარზე. და კიდევ იმასთან დაკავშირებით, თუ აი სასანიანები რა ასე ვთქვათ კედლებს აშენებდნენ კასპიის ზღვასთან და აი ცენტრალურ აზიასთან საზღვარზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ჩრდილოეთიდან დიდი საფრთხე მოდიოდა და აი მე-6 საუკუნეში თითქოს და ეს საფრთხე შენელდა, თითქოს და მოხერხდა, ასე ვთქვათ, შეკავება იმ პრობლემების, რაც ზემოთ იყო ევრაზიულ სტეპებში და აი ეს ორი იმპერია ისევ გადაერთო ერთმანეთთან, ანუ პირდაპირ პაექრობაზე და მაგრამ აქ საინტერესო არის ის, რომ აი ამ პერიოდში, ანუ მე-6 საუკუნეს, ანუ პირველ ნახევარში ძალიან საინტერესო ძალა ჩდება ევრაზიულ სტეპებში. ეს არის თურქთა ჰაკანატი პრინციპში, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს. ეს არის დაახლოებით კასპიისა და შავი ზღვის შორის ტერიტორიიდან ცენტრალურ აზიამდე არსებული სივრცე, უზარმაზარი ტერიტორია, სხვადასხვა გათხრებით ამბობენ, რომ პრინციპში დუნაიამდეც კი ქონდაო გავლენა, მაგრამ მე ცოტა მგონი გადაჭარბებულია ეს მოსაზრება, მაგრამ აი ეს უზარმაზარი ტერიტორიაზე ერთი ძალა გაბატონდა. მანამდე ჩვენ ასეთი კონკრეტული მაგალითი, რომ აი ამ ხელა სივრცეში ერთი რომელიმე ძალა ბატონობდეს, მე არ გულისხმობ სკვითებს და კიმერიელებს, ეს ძალიან ადრეული პერიოდია, აი სულ რაღაც აი ბოლო საუკუნეებს გულისხმობ, ანუ მე-6 საუკუნემდელ პერიოდს გულისხმობ, ასეთი მაგალითი მაინც და მაინც ჩვენ არ მოგვეპოვება. ხუნებს არ ვთქვი, ხუნები უფრო იქეთ არიან, ანუ უფრო დასავლეთ ცენტრალურ ევროპაში და ასე ვთქვათ დუნაისპირეთში და იქ უქმნიან ბიზანტიას პრობლემებს, ეგ ცოტა სხვა სურათი არის მანდ და აი ამ თურქული ჰაკანატი ძალიან ძლიერ მოთამაშედ ითვლებოდა და რა თქმა უნდა ბიზანტიელებს დიდი ინტერესი ჰქონდათ, რომ მათთან ქონოდათ პირდაპირ პოლიტიკური კავშირი. რადგან გათვლა იყო, რომ აი იქიდან, ანუ ზემოდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოხდეს სასანიანებისთვის, ასე ვთქვათ, პრობლემის შექმნა. მაგრამ აი ამის უკან, რა თქმა უნდა, იმალებოდა ასევე ეკონომიკური ინტერესიც. რომ თუ მე დაუკავშირდი თურქებს, მე მოვახერხებ პრინციპში გვერდის ავლას სასანიანებისთვის, მე მოვახერხებ ცენტრალურ აზიამდე მისვლას, მე მოვახერხებ ჩინეთამდე მისვლას პრინციპში, რადგან ეს ძალა უკვე ჩინეთსაც ესაზღვრებოდა და აი ქვემოთ სასანურ ირანს და მე უფრო იქეთ დასავლეთით უკვე ბიზანტიას და აი ამ კუთხით ძალიან საინტერესო სივრცეს წარმოადგენს ლაზიკა. როგორც ფორპოსტი, როგორც სივრცე, საიდან შენ მარტივად მოახერხებ გასვლას მათთან ხაზზე, ხო? რა თქმა უნდა იყო აქვე ყირიმიც,
მაგრამ აი ლაზიკა რაღაცა სხვადასხვა ცნობებით ასე ვთქვათ ფრთხილი წაკითხვის შედეგად შეიძლება ითქვას რომ აი ლაზიკაზე გავლით ხერხდებოდა დაკავშირება ასე ვთქვათ თურქებთან და მცდელობა რომ მათთან სავაჭრო ასე ვთქვათ კომერციული კონტაქტები გამყარებულიყო და თან ახლა არ დაგვაუწყდეს ისიც რომ მაშინ უკვე ცენტრალური აზიის ვაჭრები უკვე ცალკე რაღაცა ძლიერ ერთეულად არიან მიჩნეულები, ძლიერ მოთამაშეთ არიან მიჩნეულები და რა თქმა უნდა თურქები კი არ გადიოდნენ სავაჭროდ, არამედ დაახლოებით ის ჯგუფი, რომელიც მომავალში გარდაიქმნება უკვე სოგდიელებად, ხო? და ის სოგდიელები ცნობილები უკვე სადაც მე-18 საუკუნეში განსაკუთრებით, როგორ აქტიურ როლს ასრულებდნენ მაშინ და აი დაახლოებით აი იგივე როლს ასრულებდნენ უკვე სხვადასხვა სავაჭრო დაჯგუფებები უკვე იმ დროს, ანუ მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში. და აი ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კი ვსაუბრობთ ხშირად, რომ თუ რა არის მიზეზები, ხო, აი ამ ომისა, ანუ ლაზიკაში და აი შენი ნაშრომები ნიკა რაც არის ეხება უშუალოდ ძირითადად ანუ ეხება აი ამ დასავლეთ საქართველოსთვის ბრძოლას და იმ სამხედრო ტაქტიკას და ასე შემდეგ და შენს ალბათ კარგად დაინახავდი იმას რომ აი ამ ყველაფრის უკან შესაძლოა ასევე იყო ეკონომიკური ინტერესიც და როგორც ცდილობდა სასანური ირანი რომ აი ეს შესაძლო მაგისტრალი თუნდაც ხანმოკლე თუნდაც ლიმიტირებული მაგრამ შესაძლო მაგისტრალი ჩაეკეტა და როგორც ცდილობდა ბიზანტია რომ აი ამ ლაზიკით გასულიყო ხო და აი პრინციპში პროკოპის და აგათიას აი ამ წყაროების წაკითხვით ხედავ რომ ლაზიკა იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკურად ორივე იმპერიისთვის და არ არის შემთხვევითი რომ აი სასანური ირანი ზუსტად აი ჩაება აი ამ ომში დასავლეთ საქართველოსთვის, ანუ ლაზიკისთვის და თუ ჩვენ შევადარებთ აი სხვა მიმართულებებს, ხო, სასანიანთა ომებისა, ასე ვთქვათ, აი თუნდაც მათი 4 საუკუნოვანი მმართველობისა, ხო, დაახლოებით 4 საუკუნეზე მეტი ხნის, ასე ვთქვათ, მმართველობისა, დავინახავთ, რომ იშვიათად თუ ეჯახეთ თუ ომობდნენ ამდენ ხანს და ასე ხანგრძლივად და ასე გამალებით რომელიმე ტერიტორიისთვის, ხო? რა თქმა უნდა იყო იქ მესოპოტამიისთვის ბრძოლები და ასე შემდეგ გასაგებია იქვე დედაქალაქი ქონდა და სხვაგვარად არ გამოვიდოდა, მაგრამ აი ასეთი გამალებით, ასე ვთქვათ, აი ამ ტერიტორიისთვის ბრძოლა არ იყო შემთხვევითი, ანუ აქ იყო მცდელობა რომ ჩაეკეტათ გასასვლელი ბიზანტიელებისთვის, ანუ ეს არის ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტი. და მაგრამ აქ აი ამ იდეას კიდევ ისიც შეიძლება ამყარებდეს რომ აი ამავე პერიოდში ხდება უკვე სასანიანების მიერ სხვა მიმართულებითაც გასვლა ბიზანტიელების წინააღმდეგ იქ სიტყვაზე წითელ ზღვაში უნდათ უკვე აი რაც არის ბაბელმანდების სრუტე ხო ანუ წითელი ზღვიდან ასე ვთქვათ ოკეანეში გასასვლელი აი იმ სრუტეს ხელში ჩაგდება იემენის და ომანის ასე ვთქვათ დაკავებით ეს უკვე ცოტა მოგვიანო პერიოდში მოხდა თუმცა ასევე ხოსრო ანუშირვანის დროს და აი ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ როგორ ცდილობდა ან როგორ ხედავდა სასანური ირანი რას რუკას სადაც გადიოდა ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები ეს არის შავი ზღვა ეს არის ცენტრალური ნაწილი ანუ კასპიის ვთქვათ მესოპოტამია და მცირე აზია და მესამე მიმართულება ეს არის უკვე წითელი ზღვა. აი თუ შენ აი ამ სამ მიმართულებას ჩაუკეტავ ბიზანტიას, მაშინ ბიზანტია იძულებული იქნება შენთან წამოვიდეს დათმობაზე, შენთან წამოვიდეს სალაპარაკოდ, ასე ვთქვათ. ვფიქრობ, რომ ეს ომი ზუსტად აი დასავლეთ ანუ ლაზიკისთვის, თანამედროვე დასავლეთ საქართველოსთვის განპირობებული იყო როგორც სამხედრო მიზნებით ასევე რა თქმა უნდა აი კომერციული ინტერესებით. იცი რა არის საინტერესო კიდევ რას ნიშნავს აი სავაჭრო გზაზე ანუ აბრეშუმის სავაჭრო გზაზე ცხოვრება. აი რამდენი სხვადასხვა გზა იყო ხო რომელიღაც ხანდახან რომელიღაც ხდებოდა ხოლმე ძირითადი მაგისტრალი დანარჩენები უფრო მეორე ხარისხოვანი ან გადაინაცვლებდა გადმოინაცვლებდა. აი რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა აბრეშუმის გზაზე ყოფნა ან ის რომ შენ აკონტროლებდი აბრეშუმის გზას ამა თუ იმ ცივილიზაციის აღზევებაზე.
ხო, აი თუ სწორად გავიაზრე ეს კითხვა, ესე იგი ვფიქრობ, რომ იცი რა ის, ანუ აი სავაჭრო გზის გაკონტროლება შენ გაძლევდა იმ უპირატესობას, რომ შენ შემოგდიოდა დიდი შემოსავალი. ახლა იმ დროს, როდესაც აი წარმოება არ იყო ისეთ მაღალ დონეზე გასაგებია და შენ პრინციპში ეკონომიკური, ანუ შენი ეკონომიკა იყო მაინც ძირითადად დამოკიდებული, ხო, აი ამ ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობაზე და იმ ძალიან მინიმალურ წარმოებაზე, რაც არსებობდა, ხო? ამა თუ იმ სამეფოში იქნება ეს ქართული სამეფო, თუნდაც მის ოქროს ხანის პერიოდში თუ სამხრეთით არსებული პოლიტიკური ერთეულები, ანუ თავარი მანდ იყო რა, რომ შენ თუ დაიკავებდე აი ამ დიდარ ქალაქებს, გეოგრაფიულად კარგ ადგილებში არსებულ ქალაქებს, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ აი სავაჭრო გზებით, რომელსაც ქმნის რეალურად გეოგრაფია და უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ის სავაჭრო ფენა, რომელიც აი ამ ქალაქებში არსებობს, შენ ძალიან დიდ შემოსავალზე გადიხარ. და არ არის, როგორ გითხრა, იცი, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ოქროს ხანა ზუსტად აი იმ დროს ვითარდება და ესე ვთქვათ იღებს სათავეს, როდესაც აი ქართული სამეფო აკონტროლებს მდიდარ ქალაქებს სამხრეთით, სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ აი ამ სავაჭრო გზების და იმ მდიდარი ქალაქების და იმ სავაჭრო ფენების გაკონტროლებით, რომელიც აი ქმნის აი ამ სავაჭრო გზებს, აი ამ ქალაქებს შორის, შენ ხელში იგდებ უზარმაზარ შემოსავალს, უზარმაზარ გეოპოლიტიკურ ბერკეტს და შენ გაქვს პრეტენზია, რომ უკვე იყო წარმმართველი ძალა ამა თუ იმ, ასე ვთქვათ, სივრცეში. და ცხოვრება ესეთ ქალაქებში, რომელიც მდებარეობდა იმ ტრანზიტულ მიმართულებებზე, ხო, იყო ძალიან სახიფათო გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, ისტორიაში, იყო, ასე ვთქვათ, აწლეულებზე გაწელილი, ასე ვთქვათ, მშვიდობაც იქნება ეს ირანის ჩრდილოეთ ქალაქებში, ან თუნდაც ქართულ ქალაქებში, ან ახლო აღმოსავლეთის სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ ძირითადად მაინც ეს არის ისტორია დაძაბულობისა და შეტაკებებისა და ომებისა, ხო? და ამიტომაც აი ამ ქალაქებში ცხოვრება, ანუ სავაჭრო ქალაქებში ცხოვრება, ყოველთვის იყო საფრთხეშემცველი, იმიტომ რომ ეს არის სავაჭრო ქალაქი, ეს არის მდიდარი ქალაქი და ყველა მმართველს გარშემო ყოფს, ან თუნდაც შორიდან მოსულს, იქნება ეს თუქსელჩუკი, მონღოლი თუ შემდეგ უკვე თემურლენგი, ყველა სურს ამ ასეთი ქალაქების დაპყრობა. და ამიტომაც ხშირი იყო ერთი ქალაქიდან მეორეში გასვლა, ხშირი იყო ერთი სავაჭრო გზის მიტოვება და მეორე სავაჭრო გზაზე გადასვლა და ერთ-ერთ კითხვაში პრინციპში სწორად ახსენე, რომ როგორ იცვლება ერთი მიმართულებიდან მეორეზე გადადის, რადგან გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება, კლიმატური პირობები თუნდაც ან ზოგადად პოლიტიკური ვითარება, ეკონომიკური ვითარება და ამ შემდეგ და ეს სავაჭრო გზები იყო საკმაოდ ორგანული რამ, ანუ იმის თქვა მინდა, რომ ხშირად ძალიან მარტივად ესადაგებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ ვითარებას, გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არსებობდა ამა თუ იმ პერიოდში, ამა თუ იმ რეგიონში. და ამიტომაც აი ეს დივერსიფიცირება სავაჭრო გზების, რასაც ჩვენ მაგალითად თანამედროვე დროს ვხედავთ, ხო? სიტყვაზე ჩინეთსა და ამერიკას შორის, ჩინეთსა და ევროპას შორის, თუნდაც შუა დერეფანი, რაც დღეს საქართველოს გადის, სხვა არაფერია თუ არა დივერსიფიცირება ჩინეთის და ევროკავშირის მხრიდან. აი დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ძველ დროს თუ შუა საუკუნეებში, მაგრამ განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, სადაც უფრო ცვალებადი იყო პოლიტიკური ვითარება და უფრო მეტი აქტორი იყო ახლო აღმოსავლეთში, ხო? და ამიტომაც ეს დივერსიფიცირება იყო ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი აი სავაჭრო გზების, ან დეცენტრალიზირებული, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს ტერმინი გამოიყენოთ, სქემა, სადაც არ იყო ის სიმკაცრე, რაც მაგალითად ბიზანტიასა და სასანური ერას შორის იყო. ან
სიტყვაზე რომაელებსა და პართიელებს შორის იყო, ხო? ან თუნდაც ოსმალებსა და სეფიანებს შორის იყო, მაგალითად შახ-აბასამდე პერიოდში და შახ-აბას პერიოდშიც პრინციპში. უფრო ჩვენ აი კლასიკურ შუა საუკუნეებში გულისხმობთ აი პერიოდს, როდესაც აი არაბებიდან მოყოლებული სადღაც აი ოსმალებამდე და სეფიანებამდე იყო მეტად ქაოტური პერიოდი, არასტაბილური და მეტი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ განსხვავებული სავაჭრო გზები განვითარებულიყო და სიტყვაზე ერთი ქალაქიდან შენ ძალიან ბევრი მიმართულებით გასულიყავი და ასე ვთქვათ, არ იყო ის შეზღუდვები მსხვილი იმპერიის მხრიდან. შენიაზრით რომელია აბრეშუმის გზის ოქროს ხანა აი ისტორიულ პერიოდებიდან, როცა ეს გზა ყველაზე დატვირთული იყო, ყველაზე მარტივად ხდებოდა მასე გადაადგილება და გაცვლა-გამოცვლა რესურსების. აი მე მსმენია მაგალითად რომ და დამკითხავს ამაზე რომ მონღოლთა იმპერიის პერიოდის გამოარჩევენ ხოლმე ამ თვალსაზრისით. კი, პრინციპში ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის და რთული არ დაგეთანხმო მონღოლების დროს ფენომენალურ მასშტაბებს მიაღწია აი ამ ასე ვთქვათ გადაჯაჭვულობამ შორსდებარე რეგიონებისა და საინტერესო აქ ის არის რომ მონღოლებმა მოახდინეს გარკვეული რევოლუცია ამ სავაჭრო გზებზე. ანუ თუ ჩვენ და რას გულისხმობ ამაში? მონღოლებმა მოახერხეს ჩინეთზე კონტროლის დამყარება ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, ევრაზიულ სტეპებზე და პრინციპში მივიდნენ, მესოპოტამიაც დაიკავეს და გარკვეულწილად ყველაფერი და შავ ზღვაზე გავიდნენ. ანუ ერთადერთი სივრცე, აი ორადორი სივრცე, რომელიც მათ დარჩათ, ასე ვთქვათ, ანუ მათი ესე ვთქვათ ექსპანსიის პირველ პერიოდში, ეს იყო, რა თქმა უნდა, მთელი აი ესე ვთქვათ ინდოეთი არ დაუპყრიათ და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილიც ხელში ვერ ჩაიგდეს ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ მან მამლუქებმა ხელი შეუშალეს, ხო? მაგრამ აი ძირითადი საკვანძო სავაჭრო გზები, ანუ ეკონომიკური ცენტრები მათ ხელში ჩაიგდეს და მათ პრაქტიკულად მოახერხეს ევროპის დაკავშირება, ანუ ამ შავი ზღვის და გარკვეულწილად ხმელთაშუა ზღვისაც, იმიტომ რომ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გადიოდნენ ჩინეთთან, ცენტრალურ აზიასთან. ანუ ასეთი რევოლუციური პროექტი მე არ მახსენდება ისტორიაში, მე ვახსენე თურქთა ჰაკანატი, ასე ვთქვათ, რომელიც აი მე-6 საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ მისი მასშტაბები ვერაფრით ვერ შეედრება იმას თუ რა მოახერხეს მონღოლებმა უკვე მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში, ხო? ალბათ ორგანიზებაც, ხო? იმპერიის ორგანიზებაში და კარგია რომ ახსენე, ორგანიზებაც ეს არის პრაქტიკულად ყოველ მოკლე დისტანციაზე იქ არსებული შენობების შეკეთება, სადაც შენ მოახერხებ აი ამ ცხენების დაყენებას იმისათვის, რომ არა მარტო საფოსტო გზავნილები, ანუ ესე ვთქვათ, გზავნილები გადაეცემოდეს, ხო, სიტყვაზე შორიულ დისტანციებზე, არამედ ვაჭრებსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ თუ გადიან სიტყვაზე შორიულ დისტანციაზე და პრობლემა შეექმნათ ტრანსპორტირებისას, აი ცხენები იყოს ხელმისაწვდომი და ძალიან მარტივად მოახერხონ და გადავიდნენ, გაგზავნონ თავისი სვლა, ხო? და რა თქმა უნდა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ვერ შეედრება ის უსაფრთხოება, რაც მათ შექმნეს აი უზარმაზარ ტერიტორიაზე, იმას თუ რა იყო სიტყვაზე წინა საუკუნეებში, ან თუნდაც მოგვიანო პერიოდში, ხო? აი ეს ერთიანი იმპერიული ხედვა, რაც მათ ჰქონდათ. ახლა 100%-იანად იდეალური, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა, იყო მაგალითები, რომ სიტყვაზე ზოგან მაღალი გადასახადების კაკრება მიმდინარეობდა, ზოგან დაბალის, მაგრამ საერთო ჯამში იმ მონაცემებით აი ეს პეგოლოტის უწერია მაგალითად თუ როგორი ასე ვთქვათ უსაფრთხო იყო ტერიტორია შავი ზღვიდან კასპიამდე და კასპიიდან კიდევ ცენტრალურ აზიამდე და საბოლოო ჯამში კარაკორუმამდე, ხო? ანუ აი ეს უზარმაზარი ტერიტორია ასეთი უსაფრთხო, მერე უკვე სიტყვაზე ირანის დაპყრობა ჰულაგუ ყაენის მიერ და აი ამ ყველაფრის
გაკონტროლება ისე რომ შენ მოახერხო ერთიანი მეტნაკლებად ეს ვთქვათ ერთიანი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება თუნდაც ხანმოკლე პერიოდით აი ეს არის უკვე რევოლუცია მაგრამ თავარი როგორც თქვით ეს არის ჩინეთის და ევროპის ბაზრების დაკავშირება ერთმანეთთან და შენ ფასილიტატორი აი თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ ფასილიტატორი გამოდიხარ აი ამ სისტემაში შენ ხარ პოლიტიკური გარანტი ასე ვთქვათ ამის და მე რა თქმა უნდა მოდის ის რაც შენ ახსენე აი რას აკეთებენ ამისთვის ხო ანუ როგორ მოაწყეს ასე ვთქვათ ხო ეს აი განსაკუთრებით გამოყოფილი არის ხოლმე ოქროს ხანის პერიოდი საქართველოს ისტორიაში ხო მე-12 საუკუნე და მე-13 საუკუნის ნაწილობრივ როცა აბრეშუმის გზასთან ყველაზე ახლო იყო გარკვეულწილად ძირითად მაგისტრალებთან საქართველოს მათ შორის აი სამხრეთით მდებარე ძალიან ისეთი დიდი სავაჭრო ქალაქები მათ შორის ანისი და დვინი იყო ხოლმე მოქცეული საქართველოს გავლენის ქვეშ ასევე ხლათისკენაც ლაშქრობდნენ და ნუ შესაბამისად აი სამხრეთისკენ ფართოვდებოდა საქართველოს სამეფო აი ამ თვალსაჩინით აი რამდენად მნიშვნელოვანი მაგისტრალი იყო ეს იმ პერიოდის აბრეშუმის გზისთვის და რა მოუტანა საქართველოს ან რას მიაღწია საქართველოს აი მისი კონტროლით იმ პერიოდში ხო მადლობა ამ კითხვისთვის მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ აი თუ როდესმე საქართველოს ესე ვთქვათ აკონტროლებდა ამ მსხვილ სავაჭრო გზებს ეს იყო ის პერიოდი ანუ დავით აღმაშენებლის მმართველობიდან პრინციპში ლაშა გიორგის მმართველობის ჩათვლით ეს ის პერიოდია როდესაც საქართველოს ექსპანსია მიმდინარეობს ყველა მიმართულებაზე ნუ ესე ვთქვათ ჩრდილოეთის გარდა უხეშად რო ვთქვათ და საქართველოს იდეალი გეოპოლიტიკური იდეალი იმ დროს თითქოს არის ისეთი რომ ის გავიდეს სადღაც კასპიის ზღვამდე იქ დარუბანდამდე გავიდეს და გარკვეულწილად ჩაკეტოს ის გასასვლელები რაც შეიძლება პოტენციურად საქართველოს პრობლემები შეუქმნას და ამავდროულად აი ამ ტერიტორიის გაკონტროლებით ის დაეუფლება სრულად იმ სავაჭრო გზებს რაც გადიოდა აი ამ რეგიონში ხო ანუ ის სამეფო რომელიც შექმნა დავით აღმაშენებელმა და მერე უკვე დაიწყო ექსპანსია ხო ტერიტორიული მაინც სავაჭრო გზები უშუალოდ საქართველოზე არ გადიოდა მაშინ თბილისი იყო ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი მაგრამ ის არ იყო ტრანზიტული ქალაქი ასე ვთქვათ თბილისიდან მსხვილი ქარავნები არ გადიოდა საქართველოს შიგნით და სხვა ქალაქებამდე და ამ შემდეგ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის ცნობები არ გაგვაჩნია მაგრამ თბილისი იყო მნიშვნელოვანი ქალაქი და აი თბილისის დალაშქვრაც ანუ არ იყო ხო პოლიტიკური განაცხადი არამედ ის ხო ის მომენტიც რომ აი მე აი ამ სავაჭრო გზის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს ვიპყრობ და მე უკვე თბილისიდან მოახერხებ გასვლას სამხრეთით და თან თბილისში ჩვენ კარგად ვიცით დავითმა რა გააკეთა შეინარჩუნა ის ეკონომიკური სარგებელი ხო შეუნარჩუნა მოსახლეობას ასე ვთქვათ ეკონომიკური სარგებელი აი ქალაქში დარჩენისა და ვაჭრობისა რაც რა თქმა უნდა მეტყველებდა იმაზე რომ როგორი გათვლა ქონდა ამ მართლს რომ ასე ვთქვათ თბილისიდან უფრო სამხრეთით გაიხედოს და ეს სავაჭრო ფენები გამოიყენოს ან მათი კავშირები გამოიყენოს რომ უკეთ გავიდეს სამხრეთით არსებულ ტერიტორიებზე და მართლაც აი სამხრეთით ექსპანსია არ არის მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი ასე ვთქვათ არ არის მხოლოდ რეაგირება სამხედრო საფრთხეზე რომელიც სამხრეთიდან მოდის ხო არამედ ეს არის პრინციპში მცდელობა რომ შენ გახვიდე სავაჭრო გზებზე რომელიც აი კიდევ ერთხელ რო ვთქვათ ну საქართველოსზე უშუალოდ არ გადიოდა ქართულ მიწებზე კლასიკურად მაგრამ უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან გადიოდა და ძალიან საინტერესოდ გადიოდა ის სამხრეთით და საქართველოს აღმოსავლეთით დარუბანზე და აი შირვანზე და მერე დარუბანზე ხო და აი თუ გადავხედავთ იმას თუ რას აკეთებს ქართული მონარქია აი ამ მე-12 საუკუნეში და მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედში ასე ვთქვათ ეს არის მცდელობა რომ აი ეს სავაჭრო გზები დაიკავოს ეს სავაჭრო გზები ხელში ჩაიგდოს ანუ საქართველოს არ არის საუკეთესო შეიძლება ითქვას არც არის კარგ გეოგრაფიულ მდგომარეობაში ის თქვა პოზიციაში მაგრამ ის ცდილობდა თავისი პოლიტიკური სიძლიერით აი ეს ნაკლი გამოესწორებინა შეიძლება ასე ითქვას და
ცდილობდა რომ აი ამ სამხედრო გზით, აი ამ დაპყრობებით, ტერიტორიების შემოერთებით თავისი აი ამ ვითარების შეცვლა და უშუალოდ უკვე ხელში ჩაეგდო ანისი, დვინი, ყარსი, იქ ვანის ტბამდე გასულიყო, იქ უშუალოდ გასულიყო უკვე აი თანამედროვე აზერბაიჯანის შუაგულამდე, ხო, სიტყვაზე. ქალაქი განჯა დაეპყრო და პრინციპში ჩვენ როგორც ვიცით, ქართველები უფრო სამხრეთითაც გადიოდნენ, ხო, თანამედროვე ირანის ტერიტორიამდეც მისულან და ამიტომაც ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აი ეს ექსპანსია არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სამხედრო ინტერესებით ნაკარნახები, არამედ იყო უშუალოდ კომერციული ინტერესებითაც, რადგან შენ ამ ქალაქების გაკონტროლებით და თუ ჩვენ აი იმ წყაროებს, ხო, არაბულ წყაროებს, სპარსულ წყაროებს გადავხედავთ იმ დროინდელის იმ პერიოდის ჩვენ დავინახავთ, რომ აი ეს ქალაქები, ეს სომხური ქალაქები, როგორი მჭიდროდ დაკავშირებულები იყვნენ სიტყვაზე აი ტრაპიზონთან, როგორი იყვნენ ირანის ქალაქებთან დაკავშირებულები, იქ შირვანის ქალაქებთან, მერე უკვე დარუბანთან და ეს ყველაფერი არის საქართველოს საზღვრებთან ახლოს. და გასაგებია, როცა შენ ხარ ძლიერი, მოძლიერებული, როგორც იყო საქართველოს იმ დროს, შენ აუცილებლად შეეცდები აი ამის ხელში ჩაგდებას და აი გავემეორებ იმას, რომ არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს ოქროს ხანა ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როდესაც საქართველოს აკონტროლებდა სავაჭრო გზებს. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის სიძლიერე, ის ამბიციები, ასე ვთქვათ, თუ არა იმით, რომ ეს ყველაფერი განპირობებული იყო პირველ რიგში აი იმ სიმდიდრით, რომელიც შედიოდა ბაგრატიონთა ხაზინაში. შეიძლება ითქვას საუკუნის განმავლობაში აი იმ სავაჭრო გზებზე კონტროლის დამყარებით. როდით იწყება აბრეშუმის გზის, ასე ვთქვათ, დაკნინება შედარებით? აი, საერთოდ როგორც ისტორიოგრაფიაში არის ხოლმე წარმოდგენილი, როცა დიდი აღმოჩენების ეპოქა დაიწყო, როცა გახსნეს დასავლეთისკენ მიმავალი გზები და დაიწყო ამერიკის კოლონიზაცია, აი ამის შემდეგ იქიდან შემმავალმა რესურსებმა გარკვეულწილად თითქოს დააბალანსა ის, რომ ევროპა იღებდა ამ ყველაფერს უფრო იაფად და ასევე აფრიკის შემოვლითი გზა პორტუგალიელებისაგან, რომელთაც ინდოეთიდან დაიწყეს ჩამოტანა რესურსებისა. ასევე მივიდნენ ჩინეთამდე, იაპონიამდე და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ როგორ აგრძელებს ფუნქციონირებას აბრეშუმის გზა, რამდენად დაკნინდა ის და თუ ინარჩუნებდა გარკვეულ მნიშვნელობას მაინც ევროპისათვის? ხო. იცი რა არის აი ბოლო წლებში, ბოლო 10 წლებში შეიძლება ასე ითქვას, აი ეს მოსაზრება, რომ მოხდა აბრეშუმის გზების დაკნინება გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად და ეს მოხდა სადღაც მე-16 საუკუნეში, თუნდაც მე-17 საუკუნეში, აი ეს მოსაზრება გადაიხედა უკვე და მე ვფიქრობ, რომ სწორიც არის, ანუ აქ რისი თქმა მინდა, რომ ის სავაჭრო გზები, ის ახალი მარშრუტები, რაც ევროპელებმა აღმოაჩენეს, დასავლეთ ევროპელებმა აღმოაჩენეს აფრიკის კონტინენტის გარშემოვლით, ასე ვთქვათ, ინდოეთამდე მისვლით, პირველ აწლეულებში, პირველ საუკუნეშიც და პრინციპში მე-17 საუკუნეშიც კი ფუნდამენტურად გავლენა არ მოუხდენია სახმელეთო სავაჭრო გზებზე, რომელიც იყო ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში ან სტეპებში, პრინციპში, რომელიც იმ დროს უკვე რუსეთის ხელშია. ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი წყარო, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუნდაც რო ავიღოთ მე-17 საუკუნის ისტორია, საქართველოს ისტორია, სომხეთის ისტორია, ქართველი ვაჭრები როგორ გადიან და ვაჭრობენ ირანში, ხმელთაშუა ზღვაში, ალეპოში ჩადიან და არის მონაცემები, რომ საერთოდ ვენეციაში ჩადიან და სპარსეთის ყურეშიც არიან ბლომად ბევრ სხვადასხვა წყაროში, არის პორტუგალიელებს უწერიათ, ბრიტანელებს უწერიათ, ინგლისელებს უწერიათ და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახმელეთო სავაჭრო გზები იყო ჯერ კიდევ აქტუალური. შემდეგ ჩვენ ხედავთ იმას, რომ აი ინდოელების, ასე ვთქვათ, ინდოელი ვაჭრების არსებობა, სიტყვაზე ირანში, იქ ასტრახანში,
ან სხვადასხვა მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კავკასიის ტერიტორიაზეც კი უფროსად თანამედროვე შირვანის ტერიტორიაზეც კი იყვნენ ცენტრალურ აზიაშიც აი ეს დიასპორები, ინდოელების დიასპორები, ინდოელი ვაჭრების დიასპორები, ხო? ძალიან საინტერესო ფენომენია, რაც მეტყოლებს იმაზე, რომ შენ ხმელეთით აკეთებ ყველაფერს და ვაჭრობა, დიდი ვაჭრობა გადის ისევ ხმელეთით. ქართველი ვაჭრები ვახსენე, მერე მოდიან უკვე სომეხი ვაჭრებიც, ცნობილი ჯულფელი სომეხი ვაჭრები, მათ საერთოდ უზარმაზარი ეს თქო იმპერია შექმნეს თავისი, ხო, ლონდონიდან მანილამდე, ფილიპინებამდე და აი ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ აი სახმელეთო სავაჭრო გზებს არ დაუკარგავთ თავისი აქტუალობა. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ წარმართველი ძალა, შეიძლება ითქვას, ამ წარმართველი მიმართულება არის სავაჭრო გზებისა. ეს სადღაც მე-18 საუკუნიდან მეორე ნახევრიდანაც კი შეიძლება ითქვას, მოხდა ის გარდატეხა საბოლოოდ, როდესაც უკვე სავაჭრო ან საზღვაო სავაჭრო გზებმა ვერ უწევს სრულად ჩაანაცვლა სახმელეთო ვაჭრობა, მაგრამ სერიოზულად დააკნინა ის, რადგან უკვე ევროპელების მიმოსვლა ინდოეთთან და ზოგადად ინდოეთის ოკეანეში იმდენად უკვე დიდ მასშტაბებს აღწევდა, იმდენად დიდი რაოდენობა იყო უკვე გემების და ასე შემდეგ, რომ აი ამან უკვე იმოქმედა ვაჭრობაზე, ხო, უსაფრთხოებაზე ვაჭრობის და ასე შემდეგ. კი, უფრო დიდი ხანი შეიძლება დასჭირვებოდა სიტყვაზე მთელი აფრიკისთვის წრერო დაერწყათ, მაგრამ უფრო უსაფრთხო იყო ბევრი კუთხით. და ამიტომაც აი ეს გადაიხედა გარკვეულწილად და შეიძლება ითქვას, რომ ეს სახმელეთო სავაჭრო გზების დაცემა, სადაც მე-18 საუკუნის შუა ხანიდან იწყება და გარკვეულწილად აი ეს ძველი მონახაზი, რომ აღმოჩენებით ეგრევე იწყება დაკნინება სახმელეთო სავაჭრო გზების ამ მომენტისთვის გადახედვას საჭიროებს და პრინციპში გადაიხედა კიდევაც ისტორიოგრაფიაში და როგორც თქვით, თუნდაც აი მე-17 საუკუნის მაგალითზე ქართველი ვაჭრები როგორი აქტიურები არიან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში თუნდაც როგორი აქტიურები არიან, ესენი ზღვით არ დადიან, ესენი ხმელეთით დადიან და საკმაოდ დიდ დისტანციებზე, ეს არის პრინციპში 1000-ობით კილომეტრი, რაც მეტყოლებს იმაზე, რომ აი ხმელეთით ვაჭრობა ჯერ კიდევ აქტუალურია. და შორის აი მაგაზე ხო აი საინტერესო ისაა, ხო მიდგომაა, რომ თანამედროვეობაში ერთ ლაპარაკობენ ხოლმე იმაზე, რომ ისტორია უკვე რაღაც თემებზე დაწერილია და ნუ აღა უნდა გამოიკულიო ალბათ იმ თემაზე და მუდმივად ვეუბნები ხოლმე ამას, რომ ისტორია მუდმივად მსჯელობა არის და ყოველ ეპოქაში რაღაცას შეემატება, რაღაც ინტერპრეტაცია შეიცვლება, მიდგომა შეიცვლება და რა თქმა უნდა ეს აბრეშუმის გზაც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაჩინოთაც ძალიან ბევრი სიახლე შეიძლება შეემატოს, ხო, ისტორიოგრაფიაზე სხვანაირად დავინახოთ ეს მოვლენა დროთა განმავლობაში. აი რა შეიძლება ითქვას როგორ რაზე იცი არსებობს ორგვარი ვაჭრობა, ხო, ამ პერიოდში ან სახმელეთო, ან საზღვაო არის და საერთოდ საზღვაო ვაჭრობა უმჯობესი იყო ხომ იმ თვალსაჩინით, რომ გემით ბევრი რამის გადატანა შეიძლება უფრო სწრაფად. ანუ უფრო სწრაფად შეიძლება გადაიტანო, ხო? და დიდი მოცულობის ეს ხმელეთზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე უნდა ატარო რაღაც საქონელი და უფრო რთული არის და თანაც მეტი საფრთხე არის ხშირ შემთხვევაში. აი აბრეშუმის გზის რომელიმე მონაკვეთები თუ გადიოდა არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ზღვითაც თუ ხდებოდა დაკავშირება. აი მაგალითად კასპიის ზღვას თუ იყენებდნენ ამ მიზნით, ან შავ ზღვას თუ იყენებდნენ, ან მე როცა მოხდებოდა მაგალითად იქამდე მოვიდოდა მცირე აზიამდე, იქიდან ზღვით თუ ხდებოდა ხოლმე მიწოდება და სად იყო ძირითადი პორტები, აი აქედან აზიური საქონელი ჩასულიყო ევროპაში. ხო, ეს საინტერესო კითხვა. იცი რა არის, ძალიან ეს თუ მინიმალური ცნობები გვაქვს ჩვენ იმის შესახებ, რომ აი როგორი ვაჭრობა იყო, აი ტრანსკასპიური ვაჭრობა როგორი იყო. მაგრამ აი არის ახლა ესეთი მაგალითები, როდესაც მაგალითად ზემოდან ასტრახანიდან ჩადიან ხმელეთით, მერე კასპიის ზღვაში შედიან, მერე კასპიის ზღვიდან სადღაც დარუბანთან ჩადიან, მერე დარუბანდამდე, მერე დარუბანდიდან ჩადიან ხმელეთით შირვანამდე. იყო შემთხვევები, როდესაც ხდებოდა მაგალითად
ჩრდილოეთიდან ისევე მე ვგულისხმობ სადაც მოგვიანო პერიოდს, მაგალითად მე 17 საუკუნეს გულისხმობ, როდესაც ძალიან აქტიური იყო სიტყვაზე ვაჭრობა ირანსა და რუსეთს შორის, მაგალითად ასტრახანიდან სამხრეთით არსებულ პორტებამდე მისვლაც. მაგრამ მაინც ესეთი მასშტაბური ვაჭრობა, ასე თანამედროვე ტერმინი რო გამოვიყოთ, მულტიმოდალური ვაჭრობის, ხო? იმ დროს ჩვენ მაინც არ გვხდება. ანუ არის, მაგრამ აი მასშტაბებზე გულისხმობ, ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არის ახლა მაგალითები, ახლა ვიხსენებ, როგორი მაგალითები იყო მაგალითად მდინარეების გამოყენებისა, თუნდაც აი მე-11 საუკუნის ასე ვთქვათ, არაბი და სპარსელი ისტორიკოსები როგორ მცირე საინტერესო ცნობებს გვაძლევენ, თუ როგორ იყენებდნენ მაგალითად მტკვრის და არაქსის გამოყენება როგორ ხდებოდა სავაჭრო, მიმოსვლისთვის, რაც შეიძლება პრინციპში ჩაითვალოს, რომ სავაჭროდაც გამოიყენებოდა და გარკვეულწილად აი მდინარეების გამოყენება ხდებოდა ჩვენთანაც სავაჭრო კუთხით. აი კასპიას რაც შეეხება, აი ეს რამდენიმე მაგალითი გამახსენდა ამ მომენტისთვის და მაგრამ აი ასეთი კლასიკური გაგებით რომ მე აი სადღაც თანამედროვე თურქმენეთის ტერიტორიიდან სადღაც აი გემები ავიღე და გადავცურე სიტყვაზე თანამედროვე ბაქომდე, ხო? აი ასეთი მაგალითები მე ხა ამ მომენტისთვის არ მახსენდება, მაგრამ რაც მეტყოლებს იმაზე, რომ აი პრაქტიკულად მინიმალური რაოდენობა შეიძლება გქონდეს აი ეგეთი მაგალითებისა, იმიტომ რომ ცენტრალურ აზიაში შექმნილი პოლიტიკური სისტემები და პოლიტიკური აქტორები და იმპერიები და სახელმწიფოები არასდროს იყვნენ ორიენტირებულები იმაზე, რომ რაღაცა ფლოტი შეექმნათ კასპიის ზღვაზე და იქ სიტყვაზე რაღაცა ამბიცია ქონოდათ, რომ მეორე მხარეს გადაცურულიყვნენ და ასე შემდეგ, ხო? აი მთავარი მათთვის იყო მაინც აი სახმელეთო დომინირება. აი ერთადერთი ეს კონკრეტული მაგალითები მახსენდება რუსეთსა და სეფიანთა ირანს შორის ურთიერთობიდან. რაც შეეხება რესურსებს, რომელიც მოძრაობს აბრეშუმის გზაზე. აი სხვადასხვა პერიოდში რა იყო ხოლმე ძირითადი, რაც გადაადგილდებოდა ამ გზებზე, რა მოთხოვნა არსებობდა? ანუ რით შოულობდნენ ფულს ვაჭრები ყველაზე მეტად? რა რესურსები იყო ისეთი, რაც აბრეშუმის გზაზე მუდმივად მოძრაობდა, რა თქმა უნდა, აბრეშუმის გამოკლებით? იცი რა არის, ხო, გასაგებია აბრეშუმის გამოკლებით ჩვენ გვაქვს ესეთი საინტერესო პროდუქცია, როგორიც არის თევზი, ნოხები, სანელებლები და გაგიკვირდება და პრინციპში ტყვეები, მონატყვეები და პრინციპში მონები პრინციპში მაგალითად ბაგრატიონთა ის ოქროს ხანის პერიოდიდან ჩვენ ბევრი ცნობა გვაქვს, რომ თითოეული გამარჯვების შემდეგ, ხო, შამქორი, ბასიანი და სიტყვაზე განძას და სხვა ქალაქების აღების შემდეგ, როგორ ხდებოდა ხელში ჩაგდება ეს სიტყვაზე ტყვეების და მერე მათი იაფად გაყიდვა და რაც მეტყოლებს იმაზე, რომ საქართველოში პრინციპში იყო ბაზარი ალბათ, დიდი ალბათობით იყო ბაზარი ტყვეების სყიდვისა, ასე ვთქვათ. და შეიძლება ისიც ითქვას, რომ პრინციპში ოქრო და ვერცხლიც იყო, რა თქმა უნდა, რაც გადაგქონდათ, სხვადასხვა აბრეშუმის მაგვარი, მაგრამ აბრეშუმი არის, მაგრამ აბრეშუმის მაგვარი რაღაცა მასალების გადატანაც, რომელიც შენ გაძლევდა საშუალებას, რომ შენი ასე ვთქვათ ტანსაცმელი შეგექმნა და პრინციპში ამასთან ერთად კიდევ საინტერესო რა შეიძლება ყოფილიყო. აი ძირითადი ახლა ესენი მახსენდება ამ მომენტისთვის, რაც ხონდა, მაგრამ ამასთან ერთად სხვადასხვა წყაროებში ახლა მახსენდება კიდევ ისეთი მონაცემები, სადაც მაგალითად აი თევზის გადატანა კავკასიის რეგიონიდან ისეთ შორეულ ადგილებშიც კი ხდებოდა, როგორც არის მაგალითად თანამედროვე ავღანეთიც კი. გასაკვირია, მაგრამ აი წყაროებში ეს რამდენად ხლა რეალისტური აქვს სხვა საკითხია, მაგრამ საკმაოდ აი დიდ მანძილებზე მიმდინარეობდა აი ამის გადატანა.
და პრინციპში ძირითადი მასალები, ასე ვთქვათ, თუ აი მონატყუესაც აი ხო ბჭყალებში ჩავტვრით ამაში, არის ეს. და ამით პრინციპში შეიძლება ითქვას ის, რომ მრავალფეროვანი იყო ის რისი გადატანაც მათ შეეძლოთ, ანუ ვაჭრებს. ამავდროულად ის რაც გადაქონდათ საჭიროებდა დაცვას, თავდაცვას, თავდაცვის ეს თქო ძლიერ კომპონენტიც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ პოლიტიკური ვითარება არ იცი რა რომ პერიოდში რა როგორ შეიცვლებოდა და ამიტომაც აი ეს ქარავნები გადიოდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით დადიოდნენ, ასე ვთქვათ, ანუ ერთი თვითონ ბერნი არიან და მეორე კიდევ ერთი მაგდენი კიდევ დაცვა ესაჭიროებოდათ რომ ყოფილიყო გარე საფრთხის წინააღმდეგ. აი თან ახლა ვსაუბრობთ, თან მინდა გავიხსენო კიდევ რა პროდუქციის გადატანა ხდებოდა, მაგრამ აი ძირითადად მაინც ახლა შენ კი თქვი რომ აბრეშუმის გარდა კიდევ რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ საინტერესო ის არის რომ აი მაინც ხა ბევრი ადამიანი რომ სკეპტიკურად უყურებს ამას, აი რატომ აი ზამიც აბრეშუმის საოჭრო გზები რატო ქვიაო ამასო და რატომ მაინც და მაინც უნდა ვეძახდეთ აი ამ საოჭრო გზებზე აი ამ სახელწოდებით მართლაც აი თუ გადავხედავ წყაროებს ხედავთ რომ აი აბრეშუმი ფიგურირებს აბსოლუტურად ყველა სავაჭრო მიმართულებაზე. ანუ ეს არის ერთი ფუნდამენტური პროდუქტი, რომლის გარეშეც პრაქტიკულად ვაჭრობა ქალაქებს შორის თუ ქვეყნებს შორის მოკლე თუ გრძელ დისტანციებზე პრაქტიკულად არ მიმდინარეობდა. ანუ ეს არის კომპონენტი, რომლის გარეშეთაც შენ ვერც შეხვდება მონაცემები სავაჭრო გზებში, ვერც სიტყვაზე, ვერც წარმოგიდგენია, ანუ ვაჭრობა აი ამ დიდარი, აი ამ ასე ვთქვათ, ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, პროდუქციის გარეშე, შეიძლება ასე ითქვას. აი მე მახსენდება მაგალითად საქართველოში ძალიან ძვირფასი ლურჯი საღებავის ბადახშის შემოტანის ამბავი, როდესაც ის გამოყენებული არის ყინწვის ცნობილი ანგელოზის ფრესკაზე. ალბათ ესეც გარკვეულწილად აი ესეც საღებავები და ეს უცხო რაღაცები, რაც აღმოსავლეთში იყო, შემოდიოდა, ხო, იგივე გზით. ხო, აი კი, სწორი ის არის, აი ხა მე სხვათა შორის აი ხა ჩემი წიგნი მიჭირავს და უბრალოდ აი მაყურებლის წინაშეც რომ მართალი ვიყო, აი ხა ვცდილობ უბრალოდ აი სხვა რაღაცებიც გავიხსენო კიდევ რა შემოდიოდა. აი ძირითადი ის დავასახელეთ ჩვენ, მაგრამ ამის გარდა რა თქმა უნდა იყო ბევრი სხვა კომპონენტიც რა, რომ ბევრი სხვა ელემენტიც საღებავები, როგორც შენ სწორად ახსენე და პრინციპში კიდევ რისი გახსენება შეიძლება, ახლა ჩვენთან ეგვიპტესთანაც ქონდა ახლა ურთიერთობა, წყაროში წერია სიტყვაზე თამარ მეფესთვის რომ ჩამოიტანეს, ასე ვთქვათ, ალექსანდრიიდან ქარავნებით პროდუქცია და პრინციპში აი ეს არის, ხო, ძირითადი მაინც დავასახელეთ და რა თქმა უნდა მაყურებელი რომ რაღაც შეცდომაში არ შევიდეს, ეს არ არის ის რითაც შემოიფარგლებოდა ეს სავაჭრო გზები და ეს საქარავნო მოძრაობა, რა თქმა უნდა იმ კონკრეტულ მომენტში რაც იყო საჭირო, ყველაფრის გადატანა რაზეც იყო მოთხოვნა პრინციპში, ყველაფრის გადატანა ხდებოდა. აი რა შეიძლება ითქვას აბრეშუმის გზების გავლენაზე სამხედრო საქმეზე? ხო, იცი რა არის, აი მე ჩემის აზრით, ну შეიძლება გარკვეულწილად უტრირებაც იყოს ჩემი მხრიდან, რადგან ახლა მე მაინც აი ამ საკითხით ვარ ახლა დაკავებული და მინდა რომ ყველანაირად თქვა რომ ეს არის ზემნიშნელოვანი საკითხი, მაგრამ მე მაინც გონია რომ აი ამ დიდი ომების უკან და ამ დიდი ექსპანსიების უკან და ამ შემდეგ მაინც დგას აი ეს ვიწრო ეკონომიკური, კომერციული ინტერესი, რაც ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნდა. ახლა საქართველოს მაგალითზე ჩვენ თქვით, რომ კი არის სამხედრო ელემენტიც, რა თქმა უნდა, ექსპანსიისა სამხრეთით, ანუ წინა ხაზზე თავდაცვა შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მე უფრო სამხრეთით ჩავდივარ, რომ მე უფრო მეტი სიღრმე მქონდეს გეოგრაფიული ტრის წინააღმდეგ. მაგრამ ვერ უარყოფთ იმას, რომ სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები გააჩნდა ქართულ სამეფოს. ახლა იგივე თქმა შეგვიძლია რუსეთის ექსპანსიაზეც, ხო? რუსეთის დაინტერესება ჩვენი რეგიონით
იწყება პრინციპში შეიძლება ითქვას მე-16 საუკუნიდან, მაგრამ მე-17-ში გამოკვეთილადაა და აი ხედავთ იმას, როგორ არიან რუსები დაინტერესებულები იმით, თუ რისი მოპოვება შეუძლიათ ამ რეგიონში, რისი ჩაგდება შეუძლიათ ხელში ამ რეგიონში. იგივენაირად შეიძლება ითქვას, რომ სეფიანები როგორ გადიოდნენ ხო სიტყვაზე სამხრეთ კავკასიის ნაწილის დაპყრობა, როდესაც სურდა და დაიპყრეს კიდევაც, რა ინტერესები გააჩნდა. ხო, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პრესტიჟის ელემენტიც იყო, ის რომ მე სიტყვაზე წმინდა სტრატეგიულად მინდა ეს ტერიტორია გავაკონტროლო, რომ სიტყვაზე სხვა არ დაიკავოს და ზემოდან მე არ დამესხას თავს, მაგრამ აქ იყო სიტყვაზე ეკონომიკური ინტერესებიც, რომ მე ქართს და კახეთს მე პირველ რიგში კახეთს ან ვიპყრობ და მის ამ სიტყვაზე აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობებს და იმის თქო პოტენციალს ვირგებ სრულად ან თუ ეგ არ მოხდება მაშინ უნდა გავანადგურო ის რომ კონკურენტი მე არ ყავდეს და ჩემი აბრეშუმი იყოს წარმართველი ასე თქო და აი ანუ შახ-აბასის ლაშქრობების უკანაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კაფიო გეოეკონომიკური, აი ესე ვთქვათ, სავაჭრო ეკონომიკური ინტერესები. ან ჩემთან, ან გაგანადგურებ. და თუ გაგანადგურებ, მაშინ აი ეს ქართველებიც უნდა გადავასახლო დიდი რაოდენობით, რომ იქ დაკავდნენ სიტყვაზე სოფლის მეურნეობით, ან უფრო აი აბრეშუმის წარმოებით და აი მთლიანად აი ეს რესურსები რაც შენ გაქვს, მე ხელში ჩავიგდო. ეს სხვა არაფერია თუ არა ის თუ რაც შენ იკითხე, ხო, რომ რამდენად ახდენს ეს სავაჭრო გზების კონტროლის სურვილი, ასე თქვას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხო, სამხედრო გადაწყვეტილებებზე და ზუსტად ეს არის, რომ აი ამ სავაჭრო გზების გაკონტროლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზი იმისა თუ აი როგორი დიდი, ესე ვთქვათ, ომები მიმდინარეობდა ჩვენ გარშემო და ამ შემთხვევაში საქართველოს როგორი მსხვერპლი იყო ხშირად აი ამ ლაშქრობებისა. თემურ ლენგის შემთხვევაში თუ აი მე მოგვიანო პერიოდშიც პრინციპში, როგორც ვთქვით, მანამდე მონღოლები, მე უკვე რა თქმა უნდა, აი თემურ ლენგის შემდეგ უკვე მოდის უზუნ ჰასანი და აი სეფიანები. და პრინციპში მე რუსებიც. რა შეიძლება ითქვას იმაზე აი ჩინეთიდან და ზოგადად ეს შორეული აღმოსავლეთიდან როგორ არის აღქმული ეს საკითხი და რამდენად განსხვავდება ეს ჩვენეული ხედვისგან? გულისხმობ ზოგადად სავაჭრო გზების ხო, აი აბრეშუმის გზას, რამდენად აი მათ ისტორიაში რა ადგილი უკავია. ახლა ჩვენთვის აი ძალიან ნაცნობი თემაა, ხო ეს და მუდმივად ვლაპარაკობთ და ჩინეთი, რომელიც თვითონ ამ შემთხვევაში ნაკლებად იყენებდა სხვის რესურსებს, ანუ სხვისგან მიღებულ რესურსებს. აი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის აბრეშუმის გზის არსებობა? იცი რა არის ალბათ აქ გავიმეორებთ იმას რაც დასაწყისში ვთქვით ჩინეთზე ანუ ჩინეთისთვის ანუ ეს თავისი რესურსების გამოყენება მხოლოდ იმიტომ რომ ეს ავტარკიული მოდელი გარკვეულწილად ხო თვითყოფადი მოდელი რაც მათ ჰქონდათ იყო მისაღები 1000 წლეულების განმავლობაში და ჩინელები ცენტრალური აზიის იქეთ დიდად არც ინტერესდებოდნენ და არც გადიოდნენ და არც იყვნენ დიდად დაინტერესებულები რომ დიდი ასე ვთქვათ კავშირები ქონოდა გარე სამყაროსთან მე არ გულისხმობ სიტყვაზე იმ კუნძულოვან უშუალოდ თავის სამეზობლოს აი თანამედროვე სიტყვაზე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას არ გულისხმობ და იმ კუნძულებს რაც ჩინეთთან არის მან აქტიური სავაჭრო ურთიერთობაც იყო და პოლიტიკური ურთიერთობაც ეგ სხვა საკითხია მაგრამ აი აქეთ ჩვენკენ ჩინელების დაინტერესება დიდად არ ჩანს იმ დროს მათთვის აი სავაჭრო გზა და აი ვფიქრობ რომ საინტერესო კითხვა დასვირო აი მათთვის ეს სავაჭრო გზა ასეთი აქტუალური შეიძლება არც იყო იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ ახლა ჩინურ წყაროებში და ჩინურ თანამედროვე კვლევებში ხო თანამედროვე ჩინური ისტორიკოსების მიერ დაწერილ კვლევებშიც მაინც და მაინც არ ჩანს აი ის რომ აი შუა საუკუნეებში და აი ძველ დროს ჩინელები რაღაცნაირად განსაკუთრებით დაინტერესებულები იყვნენ აი ამ სამყაროსთან ვაჭრობით და ასე შემდეგ. ანუ ჩინეთი ალბათ მაინც გეოგრაფიის გამო, რადგან იმ
ჩინეთიდან, რომელიც აი შუა საუკუნეებში ჩვენ გვაქვს, ხო, ეს არის თანამედროვე ჩინეთის, ასე ვთქვათ, ცენტრალური ნაწილიც კი არა, არამედ უფრო ზღვისპირა რეგიონები, ხო? იმ ჩინეთიდან შენ რომ მოხვედრილიყავი ცენტრალურ აზიიდან და შენ ძალიან რთული გეოგრაფიული პირობების გავლა გიწევდა. იქ მთიანი რეგიონების უდაბნოსი და ვიწრო დერეფნების, ასე ვთქვათ. ეს მაინც და მეც კომფორტული არ იყო. ანუ ესეც რა თქმა უნდა ზღუდავდა იმ კონტაქტს და სურვილს ზოგადად, რაც ჩინელებს შეიძლება ქონოდათ. ამიტომაც ჩვენ რა ხედვაც გვაქვს სავაჭრო გზებისა, ჩინელებს რადიკალურად განსხვავებული თუ არა, ყოველ შემთხვევაში ნაკლები ენთუზიაზმი გააჩნიათ ასეთი რამის, ანუ ასეთი კონცეფციისადმი, იმიტომ რომ მათთვის კიდევ ერთხელ, ანუ გეოგრაფიაც არ უწყობდა ხელს ამას და ბოლოს და ბოლოს იმდენად დიდები იყვნენ, რომ მათ დიდად არ ესაჭიროებოდათ. იმდენად დიდები და მდიდრები იყვნენ, რომ მათ არ ესაჭიროებოდათ სხვასთან დიდად, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. აი მაგალითად რო ავიღოთ მარკო პოლოს მოგზაურობა, როდესაც ის ჩადის ჩინეთის ქალაქებში, არ ვიცი, ისეთი გაკვირვებას გამოხატავს, როგორი დიდი მოწესრიგებული და მდიდარი ქალაქებია, ვერც კი შეედრება ევროპული ქალაქები აი ამ ჩინურ ქალაქებს პრინციპში ეს პერიფრას ვაკეთებ იმ ასე ვთქვათ ემოციებისა, რაც მარკო პოლოს ჰქონდა. იგივე აზრისაა იბნ ბატუტა, ანუ ეს არ არის მხოლოდ ევროპული ფენომენი, ასე ვთქვათ. იბნ ბატუტა, ანუ პრინციპში სხვა კულტურის წარმომადგენელი, რომელიც მე ჩადის, ანუ არაევროპული კულტურის წარმომადგენელი, ჩადის ჩინეთში, მასაც იგივე შთაბეჭდილება რჩება. ჩინური მასშტაბები, ქალაქებისა, მოწესრიგებულობისა და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, აქტივიზმისა ბევრად განსხვავდება. ანუ მათთვის ეს სავაჭრო გზები არის პერიფერიული, ასე ვთქვათ. ევროპელებისთვის ბევრად განსხვავებული. ეს არის პირველ რიგში საშუალება, რომ თავისი ვერცხლი და ოქრო გაიტანონ და რაღაცა მიიღონ აზიიდან. ალბათ უნდა ითქვას ისიც, რომ აბრეშუმის გზაზე გარდა ამ რესურსებისა, რაც გადადიოდა, ასევე ინფორმაცია და გამოგონებებიც მოძრაობდა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გაცვლა-გამოცვლა მომხდარა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. აი რა შეიძლება აი მთლიანობაში აბრეშუმის გზას მივაწეროთ, რომ აი კაცობრიობა რა თვალსაჩინო წაწია წინ მან და რამდენად გაამარტივა და რამდენად ბევრი რამ მისცა იმას, რომ აი ორი ცივილიზაცია, დასავლურ-აღმოსავლური ერთმანეთთან შეეკავშირებინა და გაეცვალა მათ შორის სხვადასხვა ინფორმაცია, გამოგონებები და ასე შემდეგ. ვაჭრების გადაადგილება პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ ხდებოდა ინფორმაციის მიმოცვლა. ხდებოდა ინფორმაციის პირველ რიგში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. შემდეგ მოდის უკვე რელიგიური ელემენტიც, ხო? რელიგიები ერთი ადგილიდან მეორეში გადადის და სიტყვის ტრანსფორმაციას განიცდის, სიტყვაზე იქ შორეულ პირობითა და ხმელთაშუა ზღვიდან სიტყვაზე გადის სადაც იქეთ ცენტრალურ აზიაში და სადაც ინდოეთში და სხვაგან, იქ ტრანსფორმაციას განიცდის, მაგრამ გავლენები იქიდან მოდის და მე გეთანხმები აბსოლუტურად, რომ სავაჭრო გზები არ არის მხოლოდ უბრალოდ რაღაც პროდუქციის მიტანა, არამედ ეს არის ინფორმაციის გაცვლა, ეს არის რელიგიური ელემენტების გაცვლა, ეს არის გავლენები, ასეთ რელიგიური გავლენები, ეს არის ასევე შესაძლებლობა, რომ შენ ტექნოლოგიები გაიცნო უფრო სწორედ როგორც მიმღები სიტყვაზე და მე ვფიქრობ, რომ აი საქართველოში აბრეშუმის წარმოება და ის რაც ჩვენ გქონდა სიტყვაზე მე-16 საუკუნეში, მაგრამ განსაკუთრებით მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის, ხო, ეს განვითარებული აბრეშუმის წარმოება მეტნაკლებად თელ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით კახეთის სამეფოში, აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოდის სამხრეთიდან, აი იმ ტექნოლოგიებიდან, რომელიც აი მანდ ვითარდებოდა და ნელ-ნელა სიტყვაზე ჩრდილოეთით მოდიოდა, ხო? ეს სხვაგვარად არ მოხდებოდა თუ არა სიტყვაზე ვაჭრების მიერ შემოტანილი სიტყვაზე იდეებზე დაფუძნებით და ასე შემდეგ. ძალიან რთულია ახლა წყაროებში მიმოფანტულია ეს ცნობები, თუ რა როდის რა შემოიტანეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აი ეს რელიგიური, ტექნოლოგიური და
ვთქვათ, პოლიტიკური გავლენები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გადადიოდა აი ამ სავაჭრო გზების საშუალებით. აი დასასრულისთვის როგორ შეიძლება შევაჯამოთ მსოფლიო ისტორიაში აბრეშუმის გზის მსვლელობა და აი რამდენად დიდი კვალი არის დღეს დატოვებული ამ გზისა და რა პერსპექტივა აქვს თანამედროვეობაში აი მსგავსი ტიპის აი მასშტაბურ სავაჭრო გზებს, რომელიც შეიძლება უწოდოთ გაგრძელება აბრეშუმის გზისა. მოდი ასე ვთქვათ, ესე იგი, ჩვენ შევთავაზეთ იმაზე, რომ სახმელეთო სავაჭრო გზებმა არ დაკარგეს თავისი აქტუალობა მე-18 საუკუნის დასაწყისამდე, მე-18 საუკუნის შუა პერიოდამდე, ხო? მერე იწყება, ასე ვთქვათ, დაცემა, ჩვენ შევთავაზეთ ამაზე, განსაკუთრებით, აი მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნე ხო საერთოდ. მე-20 საუკუნეში ჩვენ ხედავთ ამას, რომ საზღვაო იმპერიები მართავენ მსოფლიოს პრინციპში, ხო? და ვინც აკონტროლებს ზღვას, ის მეტნაკლებად აკონტროლებს მსოფლიოს, ასეთი გაგება გეოპოლიტიკური შეიძლება შევთავაზოთ, ასე ვთქვათ, მსმენელს. მაგრამ აი დღეს რასაც ხედავთ მსოფლიოში, ხედავთ პრინციპში სახმელეთო გზების აღორძინებას. და ეს გარკვეულწილად ტეხილიც შეიძლება იყოს ერთგვარი იმასთან თუ რაც ქონდა აქამდე, ანუ საზღვაო მიმართულების დომინირებასთან. დღეს ხედავთ ჩინეთს, რომელიც ცდილობს ევროპამდე მისვლას და მისულიც არის პრინციპში სხვადასხვა გზებით. ეს გზები არის საზღვაო გზებიც, მაგრამ არის სახმელეთო გზებიც. შუა დერეფანის, რომელიც საქართველოზე გადის, ჩრდილოეთ ევრაზიული დერეფანი, რომელიც ძირითადად რუსეთზე გადის. ანუ აი ეს სახმელეთო სავაჭრო გზების აღორძინების ეპოქაში შეიძლება ვიყოთ ჩვენ. რადგან და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ახალი ეტაპი არის აი ამ სავაჭრო გზების განვითარებისა, რადგან ზღვად რჩება, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგრამ მითი იმისა, რომ აი იცი რა არის, მხოლოდ ზღვით უნდა იყოს და ზღვა უნდა დომინირებდეს და სხვა მიმართულება არის სრულად წამგებიანი და შეუძლებელი, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გადაიხედოს კიდევაც, იმიტომ რომ სულ რაღაცა ცოტა ხნის წინ ჩინელებმა გამოაცხადეს, რომ მოდი ახლა ჩინეთიდან უზბეკეთამდე ყირგიზეთის გავლით მე ახალ რკინიგზას ავაშენებ. ახლა გამოა თუ არა, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ აი ესეთი მასშტაბების სარკინიგზო და საგზაო და ეს მიმართულებები და ინიციატივები და ეს სხვა არაფერია თუ არა გადახვევას იმ არსებული დინამიკისგან, რომ აი მხოლოდ ზღვით უნდა ხდებოდეს ყველაფერი. უნდა ხდებოდეს რა, ხდება ყველაფერი და მოდი ჩვენ აი სხვა გზა ავირჩიოთ. ანუ ჩინეთი არ ენდობა ამერიკას, რომელიც დომინირებს ზღვაში, მოდი მე ხმელეთით გავალ ევროპამდე და აი ამაში საქართველოს გარკვეულწილად სარგებელს ნახულობს. ნახოთ რამდენად გრძელვადიანი იქნება და რამდენად მასშტაბური იქნება იმის გათვალისწინებით თუ რაც ხდება სიტყვაზე უკრაინაში და ასე შემდეგ და აი ვფიქრობ რომ აი ესეთ გლობალურ ჭრილში შეიძლება ითქვას რომ საქართველო პირველად არის რეალურად ტრანსკონტინენტურ სავაჭრობის გზებზე დღეს რადგან მას აქვს საშუალება გაერთიანოს ჩინეთი და ევროკავშირი გარკვეულწილად პოტენციურად მომავალში თუ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა რუსეთიც და ახლო აღმოსავლეთიც. და აი ამ კუთხით, აი ასეთი მასშტაბური სავაჭრო გზები საქართველოზე არასდროს გადიოდა და აი ვიწრო ქართული პერსპექტივიდან ვფიქრობ რომ დღეს საქართველოს ძალიან საინტერესო პერიოდში არის, რომელსაც ნუ რა თქმა უნდა თან ახლავს ბევრი საფრთხე, მაგრამ თან ბევრი შესაძლებლობაც. კი ბატონო, მეც დაახლოებით ესეთი წარმოდგენა მაქვს ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც ამ თემას ვეცნობი ხოლმე, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად, ან ბევრი არ აქცევს იმდენად ყურადღებას, თუ რამდენად დიდ ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს აი სავაჭრო გზების გავლამ ამა თუ იმ ცივილიზაციაზე, ამა თუ იმ სახელმწიფოზე სხვადასხვა პერიოდში, ან ზოგადად შეიძლება რა საფრთხე მოუტანოს მას, ან რა იყოს დადებითი, რა უარყოფითი და შემდეგ ეს მუდმივად უნდა იყოს წესი და რიგით განხილვის საგანი ისტორიოგრაფიაშიც და აი ძალიან მიხარია რომ ეს წამოწიე შენ
ნაშრომებში ეს საკითხი და თანაც ძალიან სასიამოვნოა ასევე რომ უცხო ენაზეც ხდება ამ ყველაფრის გამოქვეყნება. იმედი მაქვს რომ სხვებიც მოგბაძავენ, ასე ვთქვათ, დაინტერესდებიან რომ თვითონაც ამ კუთხით იკულიონ ისტორია, ვინაიდან ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოს ისტორიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ კუთხით რომ ახალი ისტორიკოსი მოდის, მან უნდა რაღაცა ახალი სიახლე შემოიტანოს, ან ყოველ შემთხვევაში ისეთი ნაკლებ გამოკვლეულ თემას მოკიდოს ხელი, რომელშიც შეუძლია რამე თქვას, ხო? შესაბამისად ეს მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ასეთი თემაა და ძალიან სასურველი იქნება თუ ამ ხრივ გააგრძელებენ სხვა ისტორიკოსების კვლევას, ისევე როგორც რა თქმა უნდა, შენ წარმატებებს გისურვებ და, რა ვიცი, მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ პოდკასტში სტუმრობისათვის. მადლობა. პოდკასტის ფენელს ვეტყვი რომ გამოიწერონ წარე პოდკასტი, მოიწონონ და გააზიარონ ვიდეოები, რათა აკადემიური განათლება, რომ შესახებაც ჩვენ ვიწერთ ეპიზოდებს, უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ პოდკასტამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა და კარგად